მოგესალმებით ყველას ამ ჩვენს ბოლო საუბარზე საზაფხულო შესწორებამდე და დღეს დავამთავროთ ეფესელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება. წინა საუბარზე განვიხილეთ პირველი მესამე თავები და დღეს განვიხილოთ მეოთხე, მეექვსე თავები, ანუ მეორე ნახევარი. თვითონ თემატურადაც ეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლი ასე იყოფა. ჩვენ ხო ნახეთ წინა საუბარზე, პირველ სამ თავში პავლე გვიცხადებს საიდუმლოს, საუკუნიდან ღმერთში დაფარულ საიდუმლოს, ამას ეხება ეფესელთა მიმართ ეპისტოლი, ამაზეა საუბარი, რომ ღმერთს განსხაზული ქონდა მის განგებულებაში, მის ხაებრივ განგებულებაში, მამას, ძეს და სულიწმინდის თათბირი ეს იყო, რომ შექმნიდა სამყაროს და დაეცემოდა ადამიანი, ის ძეღმერთი გამოისყიდიდა ადამიანებს თავისი ჯვარცმით და შემდეგ სულიწმინდა გაუცხადებდა ყოველ ჭეშმარიტებას და აი ამ ძეღმერთისგან გამოსყიდული ხალხი და სულიწმინდისგან ხელახლაშობილი ხალხი შეადგენდა ერთ ახალ ერს, რომელიც არის ქრისტეს ეკლესია. ოღონდ ეს ერი შედგება იუდეველებისგან, ებრაელებისგან, ძველი რჩეულიერისგან და მთელი მსოფლიოს ხალხებისგან, ეგრეთ წოდებული წარმართებისგან, ხო? აი პავლე აი ამას გვეუბნება პირველ მესამე თავებში, ეს იყო ღმერთისში დამალული საიდუმლო და პავლე ამბობს, რომ მე გამეცხადა ეს და თქვენ დამევალა მე რომ როგორც წარმართა მოციქულს, თქვენ გიქადაგოთ ეს წარმართებს, რომ თქვენს გესმოდეთ, რატომ ხარ თქვენ იუდეველებში მოსული, მოსეს რჯულში მოსული მესიის, ქრისტეს ეკლესიის წევრები რატო ხარ, ხომ? აი ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. და მეორე ნახევარში, მეოთხე თავიდან იწყება უკვე რა? აი ეს ხალხი, ეკლესია, ახალი ხალხი ღმერთის, როგორ უნდა იცხოვრონ? რა არის მათი ხმობის არსი, რა არის მათი ცხოვრების წესი? აი ახლა ამას გვიცხადებს პავლე და ამას გვასწავლის მეოთხე თავიდან, როგორ უნდა ცხოვრობდეთ ჩვენ. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ეკლესიაში უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ. და ნახეთ, მეოთხე თავი ასე იწყება. პირდაპირ დავიწყოთ. კითხვა: ამრიგად მე ტყვე უფალში გევედრები თქვენ იარებოდეთ ისე როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ახართ ხმობილი. პავლე ამბობს, რომ მე ტყვე უფლისა, ანუ ტყვე უფალში გევედრები თქვენ, რომ ისე იარეთ, ისე იცხოვრეთ. სულა საერთოდ ნიშნავს ცხოვრებას, ხო? ანუ სიარული, ცხოვრებაში სიარული. ისე იარეთ, როგორიც შეეფერება იმ ხმობას, რომლითაც ხართ მოწოდებული, ხო? ჩვენ ხო რაღაცისთვის მოგვიწოდა ღმერთმა, რისთვის მოგვიწოდა? მოახლოებულია ცადასასუფეველი. სასუფევრისთვის ხართ ხმობილი და აქაც როგორც სასუფევრის შვილებმა, ისე იცხოვრეთ. რა არის აქ საინტერესო? პავლე არ ამბობს, მე რომაელების ტყვე, ან მე იმპერატორის ტყვე. აბა რას ამბობს? სხვა ადგილებშიც მე ტყვე უფლისა. უფლის ტყვე ვარ. რატო ამბობს ამას პავლე? იმიტომ რომ ის რაც მას თავად დაემართა ეს განსასწრები, მან იცის რომ ღმერთის საქმისთვის შეერთვა მას. ღმერთის ვერცგან დაშვებულია ეს განსასწრები. ამიტომ ამბობს რომ მე ქრისტეს ტყვე ვარ. რომის იმპერატორი მე ვერაფერს ვერ დამაკლებ და ქრისტეს რომ არ დაეშვა ჩემს თავზე ეს განსასწრები. იმეორებს და რას იმეორებს? ქრისტე რა ასეუნება პილატეს? რომ შენ არავითარი ძალაუფლება არ აქვს ჩემზე, ზეციდან რომ არ იყოს დაშვებული შენთვის. ამიტომაც ვინც ჩაედინა ეს ღალატი იმას უფრო დიდი ცოდვა. აი უბრალოდ იმას როგორც ნამდვილი მოწაფე ქრისტესი, პავლეც ამას ამბობს, მე ვარ ქრისტეს ტყვე, უფლის ტყვე და არა თქვენი რომაელების. და ხმობა რაში მდგომარეობს, ნახეთ, მეორე მოხდი. მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდ სულოვნებით სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. აი მრევლი როგორი უნდა იყოს? ქედმოდრეკილობა რა არის? თავმდაბლობა. რომ თავის ერთიანობას ეწეული, ქედი უნდა მოიდრიკო, თავმდაბალი იყო, თვინიერი უნდა იყო და დიდსულოვანი უნდა იყო და ეს ყველაფერი სიყვარულით უნდა კეთდებოდეს და ერთმანეთს უნდა ვიღებდეთ სიყვარულით. აი ამ სამი სათნოებით, ქედმოდრეკილობა, თვინიერება და დიდსულოვნება. თვინიერება რას ნიშნავს? თვინიერება, რომ მორჩილი ხარ ღმერთის პირველ რიგში. ღმერთის ხელს და ღმერთის საქმეს ხედავთ. ვიზე წერია ბიბლიაში, რომ უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზეო. ვიზე წერია? მოსეზე. მოსე იყო უთვინიერესი კაციო დედამიწის ზურგზე. რატომ იყო უთვინიერესი კაცი?
აი, გვაქვს ჩვენ შემთხვევები, რომ აუჯანყდნენ მას. აი, როცა გამოიყვანა ერი ისრაელის ეგვიპტის მონობიდან, აუჯანყდნენ, რომ შენ ვინახარო? შენ რატომ ხარ ჩვენი წინამძღვარიო? აარონი და მირიამი მისი და იმიტომ რომ მოსემ მოიყვანა ქუშელი ქალი, რომ ღმერთისგან მქონდა ამის ნებართვა, ისინი აუჯანყდნენ, შენ ვინ მოგზაუბრება, რომ არაებრაელი ქალი მოყავს ცოლათო. ნახეთ, და მოსეს აქვს დიდი, უდიდესი ძალაუფლება აქვს ისრაელში. აი ამ დროს, აი წარმოიდგინეთ რა ხდება. ისეთი ძალაუფლება აქვს, რომ სხვები თუ ღმერთი ინებება და მაშინ შეიძლება მიახლოვებოდნენ კარავს, ანუ ტაძარს, სადაც ღმერთია. და მოსესო როცა უნდა მაშინ შედიოდა კარავში და პირისპირ ელაპარაკებოდა მას ღმერთი. აი ის ღმერთი, რომელმაც ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა და ღამე ცეცხლის სვეტით რო ხედავდნენ, სახით რო ხედავდნენ ბანაკის თავზე და ღამე დღე რუბლის სახით. აი ის ღმერთი შედიოდა მოსე, როცა უნდა მასთან სასაუბროდ. გესმით? ასეთი კაცი, როცა აუჯანყდნენ, კი არ მიაგო ბოროტებაზე ბოროტებით. დავარდაო მოსეო, მიწაზეო, პირქვეო და ღმერთს ევედრებოდაო, რომ შენ გადაწყვეტე ჩვენ შორის სამართალია. გესმით? ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, არ იყენებს ამათ დასასჯელად. და შემდეგ ღმერთი აძლევს ბრძანებას, რომ გამოდით და მე გაგასამართლებთ თქვენ და მართლაც სამართალი ძალიან კაცრია ღმერთის, მოსეს რომ აუჯანყდნენ იმის გამო. გესმით? აი ესეთი twinieri კაცი იყო. ასევე როცა ჩამოვიდა სინასტიდან და ორი ქალი ჩამოიტანა და ხედავს, რომ ესენი ვერ მოითმინეს ეს 40 დღე და იმ წუთში კერპის თაყვანისცემა დაიწყეს ოქროს ხბოს კერპის, კი განრისხდა. ნახეთ, აი ჩვენ მე ვხედავთ ამ ეპისტოლეში, რომ განრისხდით, მაგრამ ნუ შესწოდათ. განრისხდით, მაგრამ ერთმანეთს ბოროტება არ გაუკეთოთ, არ დააზიანოთ ერთმანეთს. აი ამას აკეთებს მოსე ზუსტად, რომ განრისხდა ისე რომ დალეწა ეს ქალები, მაგრამ მეორე წუთს მოულბა ეს გული და ღმერთს ევედრება, ღმერთო, თუ იმე უნდა დაისაჯოს, მე დამსაჯეო. ესენი არ დასაჯეო, იმიტომ რომ არ ესმით. აი twinierება რა შემდგომარეობს, ხედავთ? twiniereba. ჩვენ კი ვიღაცა რომ რაღაცა ბოროტან ცუც გამიკეთებს, იმ წუთში ვფიქრობთ, როგორ გადაუხადოთ, ხო სამაგიერო? არა, twiniereba. მოითმინე. ანუ ღმერთის მსჯავრს დაელოდე. შენ ნუ მიაგებ ბოროტს ბოროტებაზე. აი, იყავით twinieri და მესამე არის დიდსულოვნებით. დიდსულოვნება რას ნიშნავს? აი, ბატონო, რას ნიშნავს დიდსულოვნება? რას ნიშნავს? აი, შეიძლება ისე თქვა, გრძელსულოვნება, რას ნიშნავს? გრძელსულოვნება. აი, ნახეთ, ბერძნულში ეს სიტყვა თარგმნელმა ზუსტად თარგმნა ბერძნულში როგორც არის. იქ წერია მაკროთიმია. მაკრო ხო დიდს ნიშნავს გრძელს, მიკრო და მაკრო ხო ვიცით და თიმოს არის დიაფრაგმა. აი ჩვენ და ხო არის დიაფრაგმა, ის რაც კუჭს და ნაწლავებს ყოფს ფილტვებისგან და გულისგან, ხო? აი ეს კედელი, ხო? ოღონდ როცა აღელვებული ხარ. მაშინ სუნთქვა რას აკეთებს ჩვენი? ჩქარჩქარას სუნთქავ, ხო? და დიაფრაგმა მართლაც მოკლდება. იმიტომ რომ ჩქარჩქარას სუნთქავ და როცა მშვიდი ხარ, დიაფრაგმა გაშლილია და სუნთქვაც გრძელია, ხო? და ბერძნებს წამდათო რომ სული მართლაც დიაფრაგმაშია. აი აქ არის ჩვენი სული, აი ეს ცენტრალური ადგილი, ზედით ჩვენ სუნთქავთ, დიაფრაგმაშია და გრძელი დიაფრაგმა ნიშნავს სიმშვიდეს. ანუ გრძელ სუნთქვას, შვიდ სუნთქავს. აი ეს სიტყვა გამოხატავს იმას და მოკლე დიაფრაგმა ნიშნავს მიკროთიმია, ნიშნავს აი აღელვებას. გესმით და ასაუნს პავლე რომ დიდსულოვანი იყავით. ნუ აღელდებით იმ წუთში, ნუ გაფიცხდებით. ნუ მრისხანება ნუ შეგიყოთ დიდსულოვანი იყავით, ანუ მომთმენი იყავით, ხო? აი ხო ეს ოქროს წესი არსებობს, რომ აი ვიღაცა რო გაწყენინებს, ნუ პასუხებ იმ წუთში. ნუ რას დროს ნუ პასუხებ იმ წუთში. გავიდეს დრო, დამშვიდეს შენი სუნთქვა, ანუ გრძელი გახდეს შენი სუნთქვა, გრძელი დიდსულოვანი გახდი და შემდეგ გამოიჩნდება რა უნდა გააკეთო. აი ეს სიგრძე ბევრი მაიცის, რა. ახლა დიდ პრობლემატურ საკითხზე დამირეკავენ ხოლმე მაგალითად. რას აკეთებს ჩემი სუნთქვა, თუ ჩაღელდები და გინდა რომ სწრაფად იმ წუთში რაღაცა რეაგირება გააკეთო, ხო? ბევრჯერ გამიკეთებია ეს. მოითმენ ხვალამდე ვამბობ. ხვალამდე მოითმენ და შემდეგ გამოჩნდება. დაწნარდება ყველაფერი და მეორე დღეს თვითონ სახეზე დევს, ხელის გულზე დევს პასუხი.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ სწორად. აი ამას ამბობს პავლე. თავმდაბლები იყავით, თვინიერნი იყავით, ღმერთს დაელოდეთ და შვიდები იყავით. იმ წუთში უპასუხებთ დიდ სულოვანი იყავით და ყველაფერი ეს სიყვარულით კეთდებოდეს და შეიწყნარეთ რას ნიშნავს. მიიღეთ ერთმანეთი. ანუ ერთმანეთს ნუ ჩაუკეტავთ მისასვლელს, ხო? ჩვენ ხანდახან ვიშორებთ ადამიანებს, რომ აი ეს პრობლემატური ეს არა, შეიწყნარეთ. ყველასთვის ღია გქონდეთ გულის კარები. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა შვიდობის საკრებით. ანუ ერთი სული გვაქვს ჩვენ. ეხლა ეს ლაპარაკი ვიზია. თენდ დედამიწის ხალხზე თუ რომელ ხალხზე ლაპარაკი? ეკლესიის ხალხზე. და ჩვენ ეკლესიის ხალხს ერთი სული გვაქვს, სულის ერთობა გვაქვს. რომელი სულის ერთობა გვაქვს? ყველა სულიწმინდით ნაშრობები ვართ, ხო? სულიწმინდა ქვა ჩვენ ნათლობი იყოს ყველა. ამიტომ ერთი სული გვაქვს ნასვამი. პავლე ასე ამბობს სხვა ადგილებში, რომ ერთი სული გვაქვს ნასვამი და ეს სული არის შვილობის სული, ღმერთის შვილობის სული. აი ძმამ და დამ რაც არ ხორციელმა სისხლით ნაცევა, რაც არ უნდა გაწყენინოს, ხო ის ხორცით ნაცევა ხო ძალიან ძლიერია, ხო? ანუ ორ შეიძლება ხორციელ სისხლით ნაცევ ძმასთან დას ვერასდროს ვერ გაუკეტავ კარს, ხომ ასე? და პავლე ამბობს, რომ თქვენ ერთი სული გაქვთ ნასვამი, დები და ძმები ხართ ოღონდ ღმერთის ეკლესიაში, ამიტომაც სიყვარულით გქონდეთ კავშირი ერთობის. და შემდეგ ნახეთ რას ამბობს პავლე, აი შვიდ რამეს ჩამოთვლის, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს. შვიდი რამე, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს და ახლა მოусმინეთ. ერთია სხეული და ერთია სული. ისევ როგორც ხმობილნი ხართ თქვენ ერთი ხმობის სასოებით, ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, ყველაზე უზენაესი, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში. ნახეთ? სხეული რა, რომელიც სხეულს გულისხმობს? ეკლესიის სხეული ერთია. სხვა ადგილებში პავლე ღვამს, რომ ეკლესია არის ერთი პური. ჩვენ ერთი პური ვართ, ხო? ქრისტეს სხეული. ერთია სული, ანუ სულიწმინდა, რომელიც მას ასწავლის და აძლევს ძალას. ერთია იმედი ჩვენი სასოება, რასაც ველით, ხო? ქრისტეს მეორედ გამოჩენას. ერთია უფალი, ვინ არის ეს უფალი? იესო ქრისტე. ერთია რწმენა მის მიმართ, რომ მან გამოგვისყიდა და გვიხსნა. ერთია ნათლისღება, რომ აი ამ რწმენის გამო ნათელი ვიღეთ, ძველი კაცი მოკვდა ემბასში და ხელახლა დავიბადეთ და ერთია მამა ღმერთი და რომელმაც ეს ყველაფერი მოიღო ჩვენზე ეს წყალობა, რომელმაც ძე ღმერთი და სულიწმინდა მოგვივლინა ჩვენ. ხო, ნახეთ, და რა არის აი ამ შვიდში საინტერესო? პავლე რითი იწყებს? სულით იწყებს. სული, ძე და მამა. ჩვენ ხო ასე ვამბობთ, მამა, ძე და სულიწმინდა. მაგრამ პავლე რახან ეკლესიაზე ლაპარაკობს და ეკლესია სულიწმინდის ეკლესია, ასე იწყებს. სული, ძე, უფალი არის ძე და მამა. გესმით? და ეს სამება როგორ არის პავლეს ეპისტოლეში გამოსახული. ხედავთ? ეს ყველაფერი ჩვენ საერთო გვაქვს და ამიტომაც უძვირფასესია ჩვენი ეს ერთობა. ხო? მე და შენ ერთი იმედი გვაქვს. მე და შენ ერთმა მამამ გვიშვილა. მამა ღმერთის შვილები ვართ. მე და შენ ერთმა ძემ გამოგვიხსნა. გესმით? და როგორ შეიძლება რომ ჩვენ შორის უნციკლო ურთიერთობა არ იყოს, გესმით? აი ეს არის. და ვინც უღალატებს ამ ერთობას, ხო? აი ვინც შემოიტან შამას, შემოიტან სამაში, აი მე ცუდს, ბინძურს, ნაოჭს, როგორც პავლე ამბობს შემდეგ, ის პასუხს აგებს ამ ეკლესიის თავის იესო ქრისტეს წინაშე. შემდეგ ამბობს, ნახეთ, ხოლო, ეხლა გვეუბნება ამას პავლე რომ აი ამ ერთობაში ეს ერთობა ერთნაირობაა? აი ერთნაირობა და ერთობა ერთ და იგივეა თუ სხვადასხვა რამე? სხვადასხვა რა თქმა უნდა. ჩვენ ერთი და იგივენი კი არა ვართ. ჩვენ ერთნი ვართ აი ამ შვიდი რამის წინაშე, მაგრამ ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ ამ ეკლესიაში. ამიტომაც პავლე ნახეთ პირველ კორინთელთა ეპისტოლის მე-12 თავში ეს მინდა უცებად განახოთ, როგორ გვასწავლის ეკლესიის რაობას. რადგან ჩვენ ყველა ერთი სულით ნათელ ვიღებთ ერთ სხეულად.
ერთი სულით გვაქვს ვართ ნათელღებულნი, ერთ სხეულად იუდეველებმაც და ბერძნებმაც, მონებმაც და თავისუფლებმაც, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვან, ანუ სული წმინდა. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ მრავალი. ჩვენი სხეულიც ერთი სხეულის ნაწილისგან ხომ არ შედგება, არამედ მრავალი ასო აქვს ჩვენ სხეულსაც, ხო? რამდენი ნაწილია ჩვენ სხეულში, ალბათ რამდენიმე ასეული, ხო? თუ ფეხი იტყვის, რაკიღა ხელი არა ვარ, სხეულსაც არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ იქნება სხეულისა? სხელმა რო უღალატოს, მაგრამ თქვას რომ მე ფეხი რახან არა ვარ, სხეულს არ ვეკუთვნიო, მაინც ხო ამ სხეულზე რჩებაო ხელი. შემდეგ, ან ყური თუ იტყვის, რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ იქნება სხეულისა. თელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური. ან და მთელი სხეული რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა. გესმის? ერთნაირობა არ შეიძლება, პავლე ამას nói. ჩვენი სხეული მხოლოდ ყური რო იყოს, მთელი ადამიანის სხეული. რა ადამიანი იქნება, ხო? ამიტომაც ხოლო ან აწღმერთმა მთელ სხეულში გაანაწილა ეს ასოები, როგორც ინება, მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული. ხოლო ასო მრავალია და სხეული ერთი. აი როგორც სხეულში სხვადასხვა ნაწილებია, სხვადასხვა ასოებია და ერთი სხეულია შემტკიცებული და შემყარებული, აი ასევე არის ეკლესია. გესმით და შემდეგ ამბობს რომ 101 სხეულის ნაწილის როლი და მნიშვნელობა არ კნინდება, იმიტომ რომ ზოგი ყურია, ზოგი თვალია, ზოგი სხეულია. აი ხომ გაგვიგია ყველა სიმსივნე. სიმსივნე რას ნიშნავს? აი თავის არსის სიმსივნე რას ნიშნავს? რომელიღაცა ნაწილი სხეულის ღალატობს სხეულს, ხომ ასე? ანტისხეულად იქცევა რომელიღაც უჯრედები და ეს უჯრედები ღალატობს ფაქტობრივ პრინციპში სხეულს და ჭამს და ანადგურებს კარგ სხეულებს, კარგ უჯრედებს. ნახეთ, რას აკეთებს თუ უღალატა სხეულის ასომ სხეულს, ამას ჩვენ კიბოს და სიმსივნეს ვეძახით. აი ამიტომაც არ შეიძლება რომ ეკლესიის რომელიმე ნაწილმა უღალატოს ეკლესიას და დაიწყოს განადგურება და ჭამა სხვა სხეულების, ეს ნიშნავს რომ შენ ეკლესიის სხეულს კიბო გაუჩინე. ამას ერეტიკოსები ერქვათ ხოლმე და დღესაც ვინც უღირსად იქცევა ეკლესიაში, ამას კადრულობს რომ კიბო გაუჩინა მან ეკლესიის სხეულს და კიბოიან სხეული ხო წვალობს. დიდ კიბოს განიცდის, განსასწრებს განიცდის და თუ არ მოკვეთეს ის უარყოფითი უჯრედები, ხო? მანამდე ყურნება არ არსებობს, ხო? ან მოკვეთებენ, ან სხვა მედიკამენტებით ისინი უნდა გააუნებელყონ ის რომლებიც მტერია სხეულს, ხო? აი პავლე გეუბნება რომ თქვენ ასე არ მოიქცეთ, იცოდეთ რომ ერთი სხეულის ნაწილები ხართ და არ უღალატოთ ამ სხეულს. ნახეთ რაც შემდეგ რას ამბობს? ხოლო თითოეულ ჩვენთაგანს ქრისტეს საბოძვრის ზომისამებრ მიეცა მადლი. ამიტომაც ითქვა ავიდა ზესკნელს, ტყვე ხო ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს. მაგრამ რას ნიშნავს ავიდა? თუ არა იმას რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო. ჩასული კი იგივეა, ვინც ყველა ზეწაზევით ავიდა, რათა აღევსო ყოველი. ნახეთ? ამიტომაც ითქვაო, აი ფსალმუნს ახსენებს. ეს არის 77 ფსალმუნი, რომელშიც წერია ასეთი სიტყვები. ეს არის მე-18 მუხლი. ეს 77 ფსალმუნი არის ღმერთზე ფსალმუნი. ღმერთის სადიდებელია. ნუ ჯაჰვეზე. ძველ ხმაშია დაწერილი, ხო, მე-10 საუკუნეში ქრისტემდე. და ასეთ სიტყვებია ამ ფსალმუნში: აქებდეთ ღმერთსა და უგალოდეთ სახელსა მისსა, არის კიდევ ღმერთია ადგილსა წმინდასა მისსა. ესეთ სიტყვებია კიდევ თაი ღმთისაი, თაი პოხილი, თა შეყოფილი და მთა პოხილი. რომელ მთაზეა ლაპარაკი? იერუსალიმის, სიონის მთაზე, რომ დიდებული მთაა ის, რომელზეც ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. და შემდეგ ამბობს: ახვედი მაღალსა, წარმოსტყევნე ტყვე და გაანაწილე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა შენ სამკვიდრებელად იყო. ასეთ სიტყვებია ებრაულ იმაში, ფსალმში, ხო? ღმერთს ეუბნება, რომ შენ ამაღლდი სიონის მთაზე, მიიღე ადამიანებისაგან საგანძური, ანუ საბოძვარი ხალხს ხომ მიქონდა, წირავდნენ ძღვენს და ამაღლებული ხარ ამ მთაზე და
იმიტომ რომ სხვებმა ძირწმუნონ და ურჩებიც შენი მორჩილნი გახდნენ. და პავლე, ნახეთ, აი ამ მოხსირებს იმიდან და ამბობს, რომ ქრისტეზე აკეთებს, ქრისტეს უკავშირებს ამას. ახლა იქ ხო წერიაო, რომ შენ აღხვედი მაღალზეო, წამოიღე ნიჭებიო და საბუძვარი მიიღე ხალხთა შორისო. ნახეთ, იქ ხომ შენიღებდიო შესაწირავსო ხალხისგან. ახლაო თვით ღმერთი ამაღლდაო ზეცა შენო ქრისტე, იქიდან წამოიღო ზეციური ნიჭებიო და საბუძვარი, ანუ მან გაუნაწილა მადლი ხალხსო. ნახეთ, ძველ აღთქმაში ხომ ხალხს მიქონდაო ძღვენი ღმერთთან. ახლა ისეთი წყალობა მოიღო, რომ მადლი ღმერთის იმაში გამოიხატებაო, რომ ზეცად ამაღლებულმა ქრისტემ დაატყვევა ის ცოდვა, რაც ჩვენ გვტანჯავდა, ზეციური საგანძური მოგვიტანა და საბოძვარი, ანუ ეს ნიჭები უკვე მან გაუნაწილა ხალხს. თვითონ კი არ იღებს ჩვენგან ძღვენს. რა შეჭირდება ღმერთ ჩვენი ძღვენი ამ გაგებით? არამედ თვითონ მოგვცა ეს ძღვენი. რომელი ნიჭებია ეს? სულიწმინდის ნიჭები, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს. აი მაგალითად რომ მოგწონებიათ ვინმე დიდი მამის ქადაგება, დიდი მამის სიტყვა დარიგება. აი ეს ის საბოძვარია ზუსტად, რომელიც ქრისტემ უბოძა ხალხს. აი დღეს პანტელეიმონ პურალის ხსენება. აი ის საბოძვარი, რომელიც მან ღმერთმა გაუნაწილა ხალხს. ამიტომაც ისაო ავიდა ზეცაშიო, ზევითო, ქრისტე ზევით ავიდა ზეცაში და ეს იმას ნიშნავს, რომ ზეცაში ღმერთი როგორ უნდა ავიდეს? ჯერ უნდა ჩამოვიდეს, ხო? იმიტომ რომ ღმერთი ისედაც ზეცაშია და როგორ უნდა ავიდეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ყველა ქვესნაზე ქვევით ჩავიდა, შემდეგ ავიდა ზეცაზე. ეს რას ნიშნავს, რომ საჩავიდა ქრისტე ქვევით? დედამიწაზე და იმის უფრო ქვევითად ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქიდან წარმოსტყვევნა, იქიდანაც ტყვენი, ხო? ვინ? ანუ ის მართალი ვინც იყვნენ დატყვეული. ნახეთ, პავლე როგორ დიდებული თეოლოგია, აი ძველი აღთქმის იმ ფსალმუნს. აი დღეს რომ ვილაპარაკეთ ჩვენ ორი მთა, თების დამძვრელია. აი პავლე იყო თების გადამაადგილებელი. აი ის ფსალმუნის ის ერთი დიდებული მუხლი მან გაგვიმართა ქრისტესთან დაკავშირებით. ოღონდ უფრო დიდებულად, როგორც აღსრულდა ჩვენს თვალწინ. და მანვე, აი ამ ეს მადლი რომ მოგვცაო, მანვე დაადგინა ზოგი ერთები მოციქულებად, ზოგი წინასწარმეტყველებად, ზოგი מחარებლად, ზოგიც მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყო წმინდანი მსახურების საქმისთვის ქრისტეს სხეულის ასაშენებლად. და ეს მადლი მათ იმიტომ მიიღეს, რომ მრევლი განეწმინდათ, ანუ წმინდანი ნიშნავს მორწმუნეები. მორწმუნეები განეწმინდათ ქრისტეს სხეულის ასაშენებლად. ეს რა ნიშნავს, რომ ის ვინც განიწმინდება და ვინც ამ მადლისგან მიიღებს, თვითონ უნდა იქცეს იმ აგურად ეკლესიაში, ააშენებს ქრისტეს ეკლესიას. იმიტომ რომ წმინდა მამები ახლა მაგალითად ბასილი დიდი, სულ ბასილი დიდი კი არ იყო. ის როდესღაც რომელიღაც დიდმა მამამ გაანათლა, განწმინდა, ააშენა და შემდეგ თვითონ იქცა იმ ქვათ, რომელიც ქრისტეზე დაიდო და მან კიდევ მასზე წამოიმართა ეკლესია. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ ერთობას რწმენისას, ღმერთის ძის შემეცნებას სრულქმნილ კაცად ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას. აი სამ რამეს უნდა მივაღწიოთ რწმენის ერთობას, რწმენაში ერთნი ვიყოთ ჩვენ, ღმერთის ძის შემეცნებას სრულქმნილ კაცად. რომ ქრისტე ბოლომდე დავინახოთ როგორი კაცი იყო ის. გესმით? როგორია ქრისტე ხომ იმიტომ მოვიდა კაცის სახით, რომ ჩვენთვის მაგალითი მოეცა. რომ უნდა ვიხილოთ ქრისტე როგორც სრულქმნილი კაცი და ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას. ქრისტეს ასაკის სისრულის ზომა რას ნიშნავს? რომ მე უნდა დავემსგავსო მას. აი იმ სრულყოფილებას რაც ჰქონდა ქრისტეს, მე უნდა დავემსგავსო. უნდა გავხდე ისეთი, როგორიც გახდა ქრისტე. შემიძლია ეს გავაკეთო? ასაკი ნიშნავს ზომას. ასაკი ახლა კი არ ნიშნავს წლოვანებას კი არ ნიშნავს, არამედ საზომს. ქრისტე როგორიც იყო, იმ საზომს მივახციო. შესაძლებელია ეს? შეუძლებელი, უფრო შესაძლებელი. მაშინ რატო გვეუბნება რომ მივახციოთ? იმიტომ რომ ეცადეთ. ანუ შესაძლებელია ეს. შესაძლებელია რომ დავემსგავსოთ ქრისტეს როგორც ადამიანები, გესმით?
ადან რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქრისტეს ადამიანობას უნდა დავემსგავსოთ ჩვენ. შესაძლებელია. მაგრამ ქრისტეზე მეტი შეგვიძლია გავხდეთ? ქრისტეზე მეტი. არა, იმიტომ რომ ამბობს რომ საკმარისია რომ თქვენ იყოთ ისეთები როგორიც იყო თქვენი მოძღვარი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მაგალითად ხელოსანს უხარია თუ მისი შეგირდი მასზე უფრო კარგი ხელოსანი გახდება, ხო? ქრისტე ამბობს რომ სულიერებაში შეუძლებელია რომ თქვენ მოძღვარი გახდეთ. ოღონდ მოძღვარი მამათ ამაზე კი არ გულისხმობს. ჩვენი მოძღვარი იესო ქრისტე. ქრისტე საკმარისია რომ ქრისტეს მსგავსები გახდეთ. იმაზე დიდი შეუძლებელია გახდეთ. იმდენად დიდი იყო ის. რათა აღარ ვიყოთ ყრმანი, რათა ბავშვები აღარ ვიყოთ. როგორ ხშირად ვიქცევით ჩვენ ბავშვები ვით, ხო? აი ხანდახან ერთ ადამიანი მინდა დავაწყნარო ხოლმე და ბავშვი ჭირნული ვერ ვაწყნარებ. ხო, არ გამოგიცდიათ ეს? აი რაღაცის გამო აყოლილია რაღაცა იმას რაღაცა ჭირვეულობას და ფიქრობ, კაცო, ბავშვია თუ ადამიანია, ვეღარ გაგიგია, ხო? იმიტომ რომ არა, ასე მოიქცევით ცხოვრებაში, ყავით სერიოზული, ჩამოყალიბებული, ქრისტეს საზომს მიაღწიეთ. მასში ხომ არ ჩანს ეს ინფანტილურობა, ეს არასერიოზული, არამედ იყავით სერიოზული, ქალებიც და კაცებიც. ჩვენ ხო ეს გაიდეალებული ვარ, ხალი ბავშვით უნდა იყოს, ხო ამბობთ? არ შეიძლება, ეს ასე არ არის. ქალმაც უნდა მიაქციოს ქრისტეს ასაკის სისრულეს, სერიოზული ადამიანი უნდა იყოს, გესმით? აი იმ საზომს უნდა მიუახლოვდეს თვითონაც. და აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და აქ-იქით აქანებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებით და ცდუნების მზაკრული ხელოვნებით. არამედ სიყვარულით მივდევდეთ ჭეშმარიტებას და ყველაფერს ვზდიდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული, ყოველგვარი ურთიერთმჭიდე სახსრებით მწყობრად შეკრული და შეწნაშენაწევრებული, თითოეული 100 ზომიერი თანაშეწევისამებ იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულით. ხო, რთული წინადადებებია, ხო, მაგრამ რომ ეს ეწერს პავლე, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ბერძნული რთული იყო და თან კიდე ღვთისმეტყველება ბერძნულად, ურთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მარტივად გავიგოთ ეს. რათა ბავშვები აღარ ვიყოთ, რათა კაცთა ცბიერებამ და მზაკრობამ აღარ მოგვატყუოსო. მზაკრობის ხელოვნებამ და იქ რა სიტყვა წერია ბერძნულში არის ყომარბაზობამ აღარ მოგვატყუოსო. აი ხომ გინახავთ ქუჩაში ყომარბაზები რო დგანან ხოლმე და როგორ ადვილად დატყუებენ ხალხს. რატო? იმიტომ რომ ბავშვები არიან იმას ინფანტილურები, მიმდოვები, ესე ბულუყვილოები და ხანდახან ბრიყვები, სტემტო ატყუებენ. პავლე ამბობს რომ ასეთები არ უნდა იყოთ ქრისტიანობა. აი ამ ადამიანთა ამ ყომარბაზობას ამ ვერ უნდა მოგატყუოთ თქვენ. სერიოზულები უნდა იყოთ და ჭკვიანები და ჭეშმარიტებას უნდა მისდიოთ სიყვარულით, რათა ქრისტეს მიმართ გაიზარდოთ. ანუ მიუახლოვდეთ ქრისტეს და თქვენ ხომ იცით რომ მისი ძალით იზრდება ეს ჩვენი მთელი სხეული, ეკლესიის სხეული და მისი ძალით შენაწევრებული და შეკრული უნდა ზრდიდეს თავის თავს ქრისტეში. მოგასაგები? აი ეს არის მოწოდება პავლეში. ამას ვამბობ და მოწმობ უფლის მიერ, რათა აღარ იარებოდეთ როგორც იარებიან დანარჩენი წარმართნი თავიანთი გონების ამავეებით. ანუ ეს წარმართული ურწმუნო ცხოვრება არის ამავება, ფუჭი, ხო? ეს მიმდევრობა ზღაპრების, მითების, ეს ძველი წარმართული რელიგია რაც იყო, ხო? მათი ეს ბრავალ ღმერთი, ეს ყველაფერი არის ლეგენდები, ზღაპრები, დედაფლული ზღაპრები და აღარ იცხოვროთ ამით. იმიტომ რომ ამას ფუჭია, ამაოა და არაფერი არ მოაქვს ამებს პავლე. რადგან ისინი არიან გონება დაბნელებულნი, საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოვებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამოისობით გრძნობა მიხდილნი, გახსნილებას თავმიცემულნი, ყოველგვარი უწმინდურებისა და ანგარების აღსასრულებლად, ხოლო თქვენ ასე როდის შეგიცვნიათ ქრისტე. ანუ წარმართული ცხოვრება მათ იციან როგორიც არის, ხო? ხო? ეს რომაული ეს ცხოვრების წესი ძალიან ახლოს იყო გარყვნილებასთან, ხო? გარყვნილება, აი ის რაც ჩვენთვის შემდეგ იქცა სიძვის სინონიმად, ეს ყველაფერი რომაულ და ბერძნულ ცნობიერებაში ეს ძალიან გავრცელებული იყო და პავლე უნება რომ თქვენ განეშორეთ ამ ყველაფერს, რადგან თქვენ ასე როდის შეგიცვნიათ ქრისტე, თქვენ ხომ გაიცანით ქრისტე. თუ გისმენიათ მისთვის
და გისწავლიათ მისგან გაშორებოდით ზუნებას გულის თქმათაგან გახსნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას და განახლებულიყავით თქვენი გონების სულით და შეგემოსათ ახალი კაცი ღვთისამებრ შექმნილი სამართლიანობით სიწმინდით და ჭეშმარიტებით. თქვენ ქრისტეში დაინახეთ ის, რომ განშორებოდით აი ამ გულის თქმათა ცდუნებას და გახსნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას და განახლებულიყავით თქვენი გონების სულით. და ეს არის ძალიან საინტერესო. თქვენი გონების სული. აი გონება, რას ნიშნავს გონების სული? შეგვიძლია გავიგოთ ეს. აზროვნება. კიდევ აი გონების სული რა. როგორ? აი იქ გონების ადგილას იმ ბერძნულში წერია ნუს არის ძალიან ცნობილი სიტყვა ფილოსოფიაშიც, ძველ ბერძნულ აზროვნებაშიც და ღვთისმეტყველებაში. ნუს ნიშნავს ინტელექტს. აი გონებას, აზრს, აი შინაგანი მამოძრავებელი აზრი რაც არის. ასევე აი მაგალითად ჰომეროს თავის ნაწარმოებებში ნუსის ადგილას აღდა თქვი შინაგანი თვალი. ანუ შინაგანი მამოძრავებელი, ხო? შინაგანი თვალი. გასმიდა? აი ამას შინაგანი თვალის სულით, ანუ იმისი წყალობით განახლებულიყავით ქრისტეში ამასთან. მოგეთ, მე ხშირად ეს რომ წავიკითხე, ფიქრობდი ხოლმე რომ აი ნუს ხო არის მაგალითად აზრი, გონება, ინტელექტი. ჩვენ გვაქვს ასევე მეორე სიტყვა ღვთისმეტყველებაში ლოგოსი. ლოგოსი რას ნიშნავს? სიტყვას. ნახეთ აი პავლე როგორ აზროვნებს, უყურეთ. შინაგანი სულია ჩვენში განახლებისა, მაგრამ შინაგანს რა გამოხატავს ჩვენში? რა? სიტყვა, ლოგოსი. გესმით? ნუს და ლოგოს, ანუ შინაგანი თვალი და ლოგოსი გადმომდინარე სიტყვა, ეს სხვადასხვა რამეა, მაგრამ ერთმანეთზეა გადაბმული. ნამეთნავისაგან გულისა მეტყველებს ბაგე. და ზუსტად პავლე ზუსტად ასე მიყვება მსჯელობას. აი თქვენ ხო შინაგანი თვალის, შინაგანი გონების სულით განახლებულები ხართ და ეხლა იწყებს პავლე იმაზე რა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. უკვე ლოგოსი როგორ უნდა გადმოვიდეს ეს ჩვენი პირიდან, აი იმას იწყებს, იმაზე საუბარს იწყებს. ხო საინტერესოა. ნახეთ, აი მაგალითად ჩვენ ხო ყავს მეღრიში ასეთები და თქვენც იცნობთ ბევრს რომ მაგალითად როცა რაიმეზე საუბრები იმდენად სავსეა თვითონაც ამ სულიერით რომ თვითონაც სანამ შენეტყვი თვითონ გეუბნება. რატომ? იმიტომ რომ სავსეა შიგნით, ხო? სავსეა შიგნით და აი წინასწარ იცის რა უნდა უთხრა შენ და შენი და მისი მსჯელობა ერთმანეთს ემთხვევა. აი ქადაგების დროსაც ხანდახან ბრევლიდან წამოიყვირებენ ხომ ესე, რატომ ეს კარგია? იმიტომ რომ ის ნუს შინაგანი გონების სული რაღაცით ხომ უნდა გადმოიღვაროს. რითი? უნდა გადმოიღვაროს სიტყვით. ამიტომაც თუ ადამიანი არაფერს არ ლაპარაკობს, ეს ცუდია. სიცარიელეა. მან შეძლოს რომ ის გადმოსცეს რითიც სავსეა მისი გონების სული, ხო? აი ამას ამას პავლე, ნახეთ? როგორ? ხო, მაგრამ მე მინდა რომ ეს დავინახოთ, ნახეთ? რა იქვა პირველი რა არისო? სულიო. გონების სულით განვახდით ჩვენ, აი შინაგანი ინტელექტით, შინაგანი თვალი, ხო გვაქვს ყველას? აი აქ რო არის შიგნით. მეორე რა არის? უფალს რა ქვია მეორენაირად? ლოგოს. სიტყვა. დასაბამიდან იყოს სიტყვა. და მე არის მამა, ხო? აი აქაც ზუსტად ეს პავლემ ხო ეს შვიდი ჩამოთვალა. ეხლაც ამ მსჯელობაში აი ამ შვიდს კიდე თავიდან კიდევ ერთხელ თავიდან გვიმარტავს. ნახეთ, შინაგანი სულით განვახდითო. შემდეგ ეხლა გვეუბნება რა უნდა ვილაპარაკოთ, ლოგოს სიტყვამ რა უნდა გვათქმევინოს და ბოლოს გვეუბნება რომ ამითი მამა ღმერთის მაგდებლები უნდა ვიყოთ. აი ამ შვიდ რამეს კიდევ თავიდან გვეუბნება. ნახეთ, ეხლა რას ამობს? განახლებულიყავით თქვენი გონების სულით და შეგემოსათ ახალი კაცი ღმერთისამებრ შექმნილი სამართლიანობით, სიწმინდით და ჭეშმარიტებით. ამიტომაც, ამიტომაც განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას ლაპარაკობდეს საკუთარი თავის მიმართ და ერთმანეთის მიმართ. ნახეთ,
ილაპარაკეთ ჭეშმარიტება, უკვე სიტყვას ლოგოს გვეუბნება. რომ განახლებულმა კაცმა როგორ შეიძლება არ ილაპარაკოს ჭეშმარიტება, ხო? ჭეშმარიტებას ეუბნებოდეს თითოეული თქვენთაგანი მოყვას, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. მრისხანებისას ნუ შესწოდათ. და ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვი. რისხვაც ხო სიტყვით გამოიხატება, ლაპარაკით გამოიხატება, ხო? იმიტომ რომ განრისხდი ვიღაცაზე, მზად ვარ რომ დავაქციო თავზე სიტყვით, ლანძღვით ყველაფერი. არა, პავლე ამბობს, ის გონების სული ამას არ გეუბნება შენ. ქრისტეს სული ამას არ გეუბნება შენ. არამედ ჭეშმარიტება ილაპარაკე და მრისხანების დროსაც შეიძლება განრისხდე. მაგრამ გაჩუმდი. ნუ შესწოდავ. ნუ შესწოდავ რას ნიშნავს რომ განრისხება ჯერ კიდევ არ ყოფილა შეწოდება, ხედავთ? განრისხდით, მაგრამ ნუ შესწოდავ. ანუ განრისხება ჯერ კიდევ არ არის შეწოდება, თუ შენ ამას არ გადმოახვევ და ვიღაცას არ ამითი არ შეურაცხყოფ და არ დააზიანებ. ხო, ყველას გამოგვიცდია ეს. როგორ ნანობ მე რომ ნეტა არ მეთქვა ღმერთო, იმ განრისხების დროს ნეტა არ მეთქვა ის სიტყვა, იმ სიტყვას ვეღარ დააფორმებ უკვე. აი მაგალითად ვიღაცა რაღაცას გვეტყვის ხოლმე გამრისხანების დროს ვერ ვივიწყებთ იმ სიტყვას, ხო ესე? იმიტომ რომ დაჭრილები ვართ იმ სიტყვით. ხედავთ ლოგოს სიტყვას ამხელა ძალა აქვს. განრისხება ჯერ კიდევ არ არის ასეთი არაფერი. განრისხდი, მაგალითად რომ დავამტრივო ეს მაგიდა, მაგალითად არავის არაფერს არ დაუშავებს. მაგრამ აი ეს სიტყვა თუ მოვარტყი იქ, სადაც მას ძალიან ეთქინება, ეს ძალიან დიდი ძალა აქვს ამას. ამიტომაც განრისხდით და ნუ იტყვით ამ რისხანების სიტყვას. აი რომ ის რისხანება არ გადმოიღვაროს. აი ამას ამბობს პავლე, ნახეთ? მზე ნუ ჩავა თქვენი რისხვაზე. სანამ მზე ჩავა, ნუ გაგიაროთ ამ რისხვა. აი ამას ამბობს პავლე. ნუ დაუთმობთ ადგილს ეშმაკს. იმიტომ რომ აი ამ დროს ძლავრობს ეშმაკი ჩვენზე. რისხანების დროს. აქვს ეშმაკ ყველაზე დიდი ძალაუფლება ჩვენზე. პარავი ნუ არ მოიპარავს, არამედ უმალ იშრომოს და კეთილი საქმე აკეთოს თავისი ხელით, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. ნუ რავით არის უგვანი სიტყვა ნუ დაცდება თქვენს ბაგეს, ისევ სიტყვა, ხედავთ? ნუ რავით არის უგვანი სიტყვა ნუ დაცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი რწმენის მიერ შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოთ მსმენელს. ეს სამი მოხდი ნახოთ ჯერ. პარავი ნუ არ მოიპარავს. ძველ აღთქმაში ცნება რა იყო? არა იპარო. პავლე რას უმატებს აქ? პარავმა აღარ მოიპაროს კი არა მარტო, არამედ შრომა დაიწყოსო. რომ სხვებს მისცესო თავის შრომის ნაწილი. ეს უფრო დიდია თუ არა იპარო? რომელი უფრო დიდია? რა თქმა უნდა ეს უფრო დიდია. ან ხედავთ ქრისტეს რჯული როგორ ამაღლებულია უფრო ვიდრე ძველი მოსეს რჯული. ხო, მარტო არა იპარო კი არა, დაიწყე შრომა და სხვებს მიეცი. მაშინ ქურდობა ხო აზრადაც აღარ მოგივა, კაცო, მე იქით ვაძლევ ვიღაცას რაღაცას და როგორ ღარ მოიპარო. გესმით, აი მოსეს რჯულზე როგორი დიდია ქრისტეს რჯული. ძველ თალმუდშიც იყო ეს თქვამი, რომ როცა მოვა მესია, აი ეს მაშიახი, მისი რჯული ისეთი დიდი იქნება, რომ მოსეს რჯული მასთან არაფერი არ იქნება. აი ეს ზუსტად ეს არის. რომ ქურდმა დაიწყოს მოწყალების გაცემა. მაშინ ქურდიც აღარ იქნება, ხო მასე? უგვანი სიტყვა ნუ დასდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ ისეთი სიტყვა თქვით, რომ მადლი მიაგოთ მსმენელს. მადლი მიაგოთ რას ნიშნავს? აი მე ღმერთმა რომ მადლი მოგვაგოთ ჩვენ, ეს რაში გამოიხატა? დაუმსახურებელ წყალობაში. ამიტომაც მრისხანება შეიძლება მქონდეს ვინმეზე, მაგრამ მაინც ისეთი რამ უნდა უთხრა, რომ მადლი მივაგო მას. გავახარო. აი როგორც ღმერთი ხო იყო ჩემზე განრისხებული. მაგრამ გაგვახარა, ხომ ასე იყო? მან დაუმსახურებლად მოგვახარა ის, რომ გიხსენით ხალხო, თქვენი ჩემი შვილები ხართ ის. აი თქვენცო, თუმცა შეიძლება განრისხდეთ ვინმეზე, მაგრამ მაინც ისეთი რამე უთხარით, რომ მადლი მიაგოთ მას. ხო? აი მაგალითად შენზე გაბრაზებული რო ვარ მე მაგალითად, რომ დიდი ხანი არ მოსვხარ ეკლესიაში, მაგალითად, რომელიღაცაზე. რომ მოხვალ. ისეთი რამე უნდა გითხრა, ის კი არ უნდა გითხრა, რომ შენს ადახარ ამდენხაზე. მე უნდა ისეთი რამ გითხრა, რომ მადლი მოგაგო, გესმის, რომ შენ დაინახო, რომ თუმცა ამდენხას არ მისულ ვარ,
მაგრამ მაინც უყვარვარ ჩემ ეკლესიას. გესმით? აი ასეთები უნდა იყოთ. აი ამას ამბობს, ხო გესმით რა შემდგომარეობს? მადლი მივაგოთ ერთმანეთს. დაუმსახურებელი წყალობა, დაუმსახურებელი სიყვარული ვაჩვენოთ ერთმანეთს. აი ეს არის ეკლესია. აი ამას გვიხსნის პავლე. ხო დიდებულია ეს დარიგება. რამხელა სიღრმეა. აი ერთ სიტყვაში მადლი მივაგოთ ერთმანეთს, რამხელა სიღრმეა. თუ გესმის მადლი რას ნიშნავს? ამასია. შემდეგ ნუ შეაჭიროებთ წმინდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის. ნუ შეაწუხებთ. იმას კი არ ამბობს რომ ნუ გააქროთ და ნუ განდევნით თქვენგან სულიწმინდას. არა, ნუ შეაჭიროებთ. რომ ის არასდროს არ გაგშორდება ჩვენ. ხელახლა ვინც დაიბადა მას სულიწმინდა არასდროს არ განეშორება. ოღონდ ნუ გავაჭიროთ. ნუ დაშრეთ, თვალგაზამ, ნუ დაშრეთ. აი პატროქს რო ჩაუწევ, ხოიც ბოლომდე. მაგრამ ისე რომ იყოს რომ აი თითქმის ჩამქრალი იყოს, მაგრამ პატროქი ანთია. აი ასე არ გაუჭიროთ სულს რომ თითქოს ჩამქრალიღა გახდეს თქვენში. იმით ვარ, წოდესაც სულის ტიპის ცნობის შეცდომა არის. რა თქმა უნდა, შენი სინდისი ხდება რომ ეს ცოდვა ცუდია. ადრეც სინდისი შერო მაწუხი და რაღაც დავაშავოთ, მაგრამ ეს კივილი არ. კი, მაგრამ ახლა როცა სულიწმინდა შენში გაძლიერდა და სულიწმინდა კი არ ბჟუტავს, დიდი ძლიერია შენში სულიწმინდა, ის უფრო მეტად გამხილებს რომ ეს არ შეიძლება, ხო? და შენი სინდისი უფრო მეტად გრძნობს ამას რომ ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ სულიწმინდა კი არ ბჟუტავს შენში, არამედ კაშკაშებს. გესმის და იმიტომაც ხდება რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ხომ ასე? ნახეთ? და აი ამ სულიწმინდით ჩვენ წინა თავებში აღბეჭდილებთ თქვენ ბეჭედი გაზით სულიწმინდით გამოხსნის დღისთვის. როცა ქრისტე მეორედ მოვა, რითი გიცნობენ თქვენ? სულიწმინდის ბეჭედი. ზუსტად. ეს ახსოვდეთ, გვახსოვდეთ ჩვენ. მეორედ მოსვლის დღეს ჩვენ გვიცნობენ სულიწმინდის ბეჭდით, რომელიც გვაქვს ჩვენ აი ამ ნათლობის დროს მიღებული. ყოველგვარი სიმწარე და რისხვა, ყვირილი და ლანძღვაგინება, ყოველი ბროდებით ურთ შორს იყოს თქვენგან, ისევ სიტყვებზეა ლაპარაკი, სიმწარე, რისხვა, ყვირილი, ლანძღვაგინება, ყოველგვარი ბროდებით ურთ შორს იყოს თქვენგან, არამედ იყავით ერთმანეთის მიმართ კეთილნი, თანამმობელნი და მიუტევეთ ერთმანეთს ისე როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევა თქვენ. ღმერთმა ქრისტეში, რომელმა ღმერთმა? მამა ღმერთთან მივიდა უკვე, ნახეთ? ხო თქვით რომ დაიწყო სულიწმინდით, ლოგოსზე მივიდა მე, ისე როგორც მამა ღმერთმა მოგიტევა ქრისტეში, თქვენც ისე მიუტევეთ ერთმანეთს. და მეხუთე თავი თითქოს წდება, მეოთხე მთავრდება, მაგრამ სინამდვილეში ებნება მეხუთე თავი. ამიტომ მე არ გავჩერდები და გადავაბავოთ. მას როგორც საყვარელმა შვილებმა მიბაძეთ ღმერთს. რომელ ღმერთს? მამა ღმერთს. არა, მამა ღმერთს, რომელმაც დაუმსახურებლად გადაგარჩინა თქვენ. ამ შემთხვევაში, გესმით? ზუსტად. აი ნახეთ როგორ ამბობს? მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა მოგიტევა თქვენ ქრისტეს მეშვეობით, და ამიტომაც მიბაძეთ მას. როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა. ჩვენ ხო მამა ღმერთის შვილები გავხდით. ზუსტად, გესმით და მიბაძეთ მამა ღმერთს, მიბაძეთ ამ მოწყალებაში. აი, მთელი ეს თელი მეოთხე და მეხუთე თავის ნახევარი ამაზეა, ნახეთ რომ მოწყალენი იყავით, როგორც მამაი თქვენი ზეცა და მოწყალე არს. აი ამაზე ლაპარაკობს. მას იარეთ სიყვარულით, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და მისცა ჩვენთვის თავისი თავი ნელსურნელებით შესაწირავად და მსხვერპლად ღმრთისა. კეთილსურნელებით შეწირვა რას ნიშნავს? ძველ აღთქმაში მაგალითად როცა მიიტანდა საუკეთესო კრავს შესაწირავს ადამიანი, ან როცა ტაძარში იწირებოდა ყოველ დასაწველი ერქვა ამ მსხვერპლს და დადებდნენ იმ დიდ ცეცხლზე ხო ტაძარში და ეს რო იწვებოდა ეს მსხვერპლი ადიოდა კეთილსურნელება ზეცაში. ეს ხო წინასწარი ყოლება ქრისტეზე. როგორც ის მსხვერპლი კეთილსურნელებით ადიოდა ღმერთამდე, როდესღაც მოვიდოდა ნამდვილად კეთილსურნელებით მსხვერპლი, ანუ ქრისტე, მისი ძე. და ეს პავლე ამბობს რომ თქვენცო თქვენი თავიო და თქვენი ცხოვრებაო და თქვენი სიყვარული დიარეთ რომ
თქვენი ცხოვრებაც როგორც ქრისტეს ცხოვრება იყო კეთილსურნელებაო, თქვენი ცხოვრებაც ასე კეთილსურნელებით ემსახურებოდეს სხვა ადამიანს. ნახეთ, ახლა ჩვენ რაზე ვილაპარაკეთ ხოლმე? სულ სიყვარულზე იყო, ხო? მოყვასის სიყვარულზე, სულ რომ ერთმანეთი როგორ უნდა მიყვარდეს, ხო? თორე ჩვენ ვართ ერთი და იგივე ერთნი ვართ და აი ამ სიყვარულის საკრელით უნდა ვიყოთ გაერთიანებული. წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ მთელი საქართველო იყოს ეკლესიის ნამდვილი მრევლი. წარმოიდგინეთ უბრალოდ. 60 არ იქნებოდა საკრელი. ხო იქნებოდა 60. მაგრამ მთელი საქართველო არ არის ეკლესია, გესმით? ეს არის ჩვენი უბედურება. მონათრულია შეიძლება 80-90%, მაგრამ მთელი საქართველო კი არა, 3%-ია შეიძლება ეკლესია. ამიტომაც ერთმანეთს ჭამენ, კიბო გაუჩნდაო ქვეყანას ხო გვიდგა ხოლმე კიდევაც რომელიღაც პოლიტიკურ პარტიაზე, ხო? აი ესეა, კიბო ჭამს ქვეყანას და ანადგურებს. მაშინ როცა პავლე გვეუბნება, ჩვენ თუ გწამს რომ საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, ასე უნდა ცხოვრობდეთ. გესმით? მაგრამ ხომ არ ცხოვრობთ ასე, იმიტომაც ეს უბედური. რატო სხვა ქვეყანაში არ ხდება, სადაც საერთოდ არ არის ქრისტიანი, როგორც ახლა სადაც ჩვენ ცხოვრობთ. იმიტომ რომ მეტი მოუგესა და მეტი მოუგესა. რომელ ქვეყანაში მაგალითად, აბა? თუნდაც გერმანიაში, სადაც ვინ ხო და გერმანიაში, გასაგებია, გერმანიაში შეიძლება ეკლესიებს არ აწყდება ხალხი, მაგრამ კანონმდებლობა ბევრად უფრო ქრისტიანულად იქცევა, ვიდრე ჩვენთან. ანუ ეს აქვს თითქოს შინაგანში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანონები რაც მათ მიღებულია, კანონის მორჩილება ბევრად უფრო ქრისტიანულია ამათი, ვიდრე ჩვენ. ხო? აღზრდაც, მაგრამ ეს კანონები და კანონთან მორჩილება ბევრად უფრო ქრისტიანულია. შეიძლება გარეგნულად არ ყვერიან ეს აი დღეს ვეზიარეთ, მამაოსთან ვიყავი და რაღაც, მაგრამ ბევრად უფრო ქრისტიანული ქვეყანაა გერმანია ამ გაგებით, ვიდრე საქართველო. თუმცა ჩვენ სანახაობა ბევრად უფრო დიდი გვაქვს ჩვენ, ხო? ამაზე პატრიარქის გასვენებაში და გაუწევმაძავი რიგი და თითქოს ყველანი მას იცავს. ყველა იცავს ამ ცნებებს, თითქოს. აი იმ ხალხი რამდენიც რიგში იდგა პატრიარქის გასვენებაში, ყველა რომ მრევლი იყოს, ნამდვილი მრევლი, რომელიც აი ასე ცხოვრობს, როგორც აქ ჩვენ ვილაპარაკეთ, კი ბატონო, მაშინ იქნებოდეთ კარგი. იქნებოდეთ კარგი უყურეთ, მაგრამ არა ვართ ესე. ხო და რა დავიწყეს ლაპარაკი. ნახეთ, ახლა სიყვარულზე ლაპარაკობ, ახლა გვეუბნება რა არის თუ სიყვარულობა. ნახეთ, ეს ხო ვთქვით რომ ნიჭებია, სული წმინდის აი სიყვარული და უსიყვარულობა შეიძლება აქვე ვთქვათ რაში გამოიხატება უსიყვარულობა, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ხოლო სიძვას, ყოველგვარ უწმინდურებას და ანგარებას სახელიცნო ექნება თქვენ შორის, როგორც შეშვენის წმინდებს. სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება. რა შეიძლება იყოს? სიძვა გასაგები, სიძვა რა არის? მრუშობა, ღალატი, ხორციელი, სხეულებრივი ტკბობა, უსიყვარულოდ, უმეუღლეოდ, ვთქვათ, უოჯახოდ, რომ სხეულის სიამოვნებისთვის აკეთებს ამას და ანუ სქესობრივი ფუნქციის გაუკუღმართება, ხო? სიძვა ხომ ამას ნიშნავს. სქესობრივი ფუნქცია და თუნდაც ის ნეტარება, რაც სქესობრივ ურთიერთობას ახლავს, ეს ჩადებული ადამიანის ბუნებაში ღმერთისგან. მაგრამ ისე როგორც მადა გემო შეიძლება გაუკუღმართო და შეურაცხო, ისე შემიძლია შეურაცხყოფა მივაყენო იმას და გავაუპატიურო ისიც, ხომ ასე? ამიტომ ეს არის სიძვა. უწმინდურება შეიძლება იყოს. ყოველგვარი კერპის თაყვანისცემა. ყოველგვარი უწმინდა, რაც არ არის წმინდა, იმის თაყვანისცემა. ყველაფერი რაც ღმერთის მოწინააღმდეგია, იმის თაყვანისცემა და იმით ცხოვრება არის უწმინდურება. ბატონო, მატერიალიზმი თუნდაც, მატერიალურის თაყვანისცემა, ბატონო? რა თქმა უნდა. ხო აი დღეს მაგალითად მე რო თქვი რომ არ შეიძლება ლოცვა იმისთვის, რასაც ქრისტეს არ ქონდა მეთქი, ერთმა ჩვენმა მრევლმა მითხრა, მამაო, აი მაგალითად რომ ვალები რომ აქვს იმის გადახდისთვის შეიძლება ვილოცო. რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ვალის გადახდა, ვალი რას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში როდესაც გაგიჭირდა და ვალში ჩავარდი, ხო? და ის ვალისგან თავის გათავისუფლება არის საცხოვრებელი თხოვა. რომ შენ ცხოვრებისთვის გჭირდებოდა ის, რომ შვილები ყავს იმ ადამიანს ახლა მაგალითად, რაღაც მომენტში თავის ცხოვრების გაუჭირდა, ვალი აიღო და აწუხებს ეს ვალი. ღმერთო შეთხოვრო, ღმერთო მომეც საშუალება რომ გავთავისუფლდე, ამაში არაფერი ცუდი არ არის. ხო, შეიძლება ქრისტეს და მის მოწყულებსაც ქონდათ ოდესღაც ვალი და გადაისტუმრეს რა შეიძლება ქონდა.
რა ქრისტე არ ჭამდა საჭმელს ხო ჭამდა ხო და ქრისტე არ მუშაობდა შეიძლება მუშაობდა ხანდახან ხურო იყო პროფესია ქონდა მას ხო ამიტომ საცხოვრებელი თხოვა რაც არის ის ყველაფერი წმინდა მაგრამ ხო არ შეიძლება ვილოცო რომ ღმერთო პორშე მაყიდინენ ხო ესმით აი ამაზეა რა უწმინდებს და ბოლოს ანგარება რას ნიშნავს აი მარტივად რო თქვა და ანგარება რას ნიშნავს რომელიც დღეს საქართველოს კიბოსავით აქ მოდებული რა არის ანგარება მექთამეობა ფულის კეთება იქ სადაც ფულის კეთება არ შეიძლება ანგარებასო მექთამეობას და ფულის კეთებას სახელიც კი უექნება თქვენში ზუსტად ესეა ხო ნურც სიბილწეს ნურც ბრიყულ სიტყვას ნურც უკადრ ლიზღობას არამედ უმეტესად მადლიერებას უკადრი ლიზღობა რა არის დაცინვა ბინძური დაცინვა ბინძური ხუმრობა აი რაც ანეკდოტები ბინძური ანეკდოტები ცუდი ხუმრობები და ლიზღობა არის როცა ადამიანს შეურაცხყოფის გამო ეხუმრები სახელს უწოდებ რამიდან ბინძური ხუმრობანი ეს თქვენშიო არც იხსენებოდეს არამედ მხოლოდ მადლიერება იყოს თქვენ შორის ერთმანეთს შორის როგორც იცით რომ რადგანაც იცით რომ არც მეძავს არც უწმინდურს და არც ანგარს რომელიც არის კერძმსახური არ აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღმერთის სასუფეველში ნომცვინ გასწუნოთ ფუჭის სიტყვით ვინაიდან ამისთვის მოიწევა რისხვა ღმრთისა ურჩობის ზეთა თავზე მას ნუ იქნებით მათი თანაზიანი რადგანაც როდესღაც იყავით ბნელი ხოლოაც ნათელი უფალში ვიდოდეთ როგორც სინათლის შვილნი ვინაიდან ნაყოფი სულისა ყოველგვარ სიკეთეშია სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში გამოსცადეთ რა ესატნოება უფალს და ნუ თანაეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს არამედ უმეტესად ამხილეთ რადგანაც ის რაც ისინი დაფარულად შადიან საქმელადაც კი სამარცხვინო და რა აი ეს მოკლედ რომ თქვა აი მონაკვეთის შინაარსი რომ არავინ გაცნოთ ფუჭის სიტყვით რადგან ამ ფუჭის სიტყვის მოსმენა და თან ამისი დაჯერება იწვევს ღვთის რისხვას და აი ამ ბნელში მყოფი ხალხის თანაზიარნი თქვენ ნუ იქნებით რადგან ბნელში იყავით ახლა განათლდით და ამიტომაც იმ ბნელის საქმეებს ნუღა ეზიარებით ხო რადგანაც ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადდება რადგანაც ნათელია ყოველი გაცხადებული რადგან სულიერი ნათელი არის ქრისტეში და იგი ნათელს ფენს ყველაფერს და ყველაფერი მისი სიტყვით არის გაცხადებული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ცოდვა და რა არის ოროტება ხომ ასეა ადამიანი მაგრამ რას აკეთებს ხანდახან აი დღეს მაგაზეც ქონდა ჩვენ საუბარი რომ ჩვენ ილუზია ხანდახან გვძლევს რომ ბნელი საქმეები შეიძლება შეწყნარებული იქნას აი ამ ჩვენს აწმოებაში. გესმით? აი მაგალითად შეიძლება ანგარებით მოიქცე მორწმუნე ქრისტიანები იყო და ანგარებით მოიქცე და თქვა რა ვქნა კაცო მიჭირს. აი რა ვქნა მიჭირს და ესეთია ეს ცხოვრება და მეც უნდა ავიღო ხთამი. შეიძლება ეს გავაკეთო. ჰა? მაგრამ ხო აკეთებენ ამას ქრისტიანები. რატომ აკეთებენ იცით? რომ აი რა ვქნათ ესეთია ეს ცხოვრება. და ჩვენ ვფიქრობთ რომ ღმერთსაც ხო ესმის ეს რო ასეთია. მე მომისმენია პირდაპირ ეს სიტყვები. აბა ღმერთმაც ხო იცის როგორ გვიჭირს და არა უშავს. ნუ გავაკეთოთ ახლა ჩვენც ავიღოთ ის ხთამი. შეიძლება ამის გაკეთება. მაშინ რა გასაჭირო იყო? მე გეტყვით, აი ჩემი 15-16 წელს ვიყავ ეკლესიაში რომ მივედი. როცა კი ეს დაუშვი მე ჩემს ცხოვრებაში, ძალიან წარეთ ვიწვნია ყოველთვის. ძალიან წარეთ. ნუ მეც ჩვეულებრივი ცხოვრების ცხოვრული თავი როცა მოდელები ვქნებოდი რაღაცა და იყო ეს შემთხვევები და მახსოვს. და ვფიქრობდი რომ არა უშავს კაცო, აი ისინი ვაკეთებენ, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით იმათ რა შედეგებია. ხო არ გვიყვებიან ეს ადამიანები და ხედავთ რომ კაცო აი კარგად ცხოვრობენ. და ჩვენს აი ეს მომწამრელი შხამი შემოდის ჩვენში და ვამბობთ რომ მოდი მეც გავაკეთებ და ღმერთი გამიგებს. გამიგებს და არ დამიჯის. რა ხდება ხომ იცით, როგორც ადრეს მithქვამს, აი ამ წერტილს ხო ხედავთ ახლა. ხო პატარა, ეს შავი წერტილი.
აი ეს არის შევიჭერდი. აი ღმერთის ნათელში ის უპატარავესი, რაც მე დაუშვი, ისიც კი ჩანს. და ღმერთი ვერ ამას აგდებს. ღმერთი ვერასდროს ვერ მიიღებს იმ ბოროტებას, არ შეუძლია მას ერთი მისხალიც კი ბოროტების ან ცოდვის მიღება თავის თავში. ამიტომაც შემდეგ ისევ ბრუნდები უკან, ისევ ვთილობ ის გამოვასწორო, რადგან ვიხდი რომ ღმერთმა არ მიიღო ეს. მე მაინც ცოდვა ჩამეთვალა. ამიტომ ასამოს პავლე რომ ხსენება ნუ იქნება სახსენებელი და არც კი სახელიც კი დაივიწყეთ რომ ისინი არსებობს. არასოდეს არ დაუშვათ თქვენს თავში არც ერთი ეს სიბილწე და ბოროტება, რადგანაც ღმერთი ამას არ იღებს, რადგან ღმერთი არის აბსოლუტური ნათელი და არ არის მასში არავით არის ბნელი, ხო? გასაგები, იოანე მოციქულის წერილიდან. რადგანაც ამბობს, ამიტომაც ითქვა, გაიღვიძე მძინარე, აღზრდებ მკვდრეთით და გაგანათლებ შენ ქრისტე, მას დაუკვირდით, როგორ დადიხართ, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან უკეთურნი არიან დღენი და ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ რა არის ნება ღვთისა. ანუ ჩვენ საიდან გამოვიღვიძეთ? გაიღვიძეთ აღზრდებ მძინარე, ეს არის ძველი აღთქმელი იესაია წინასწარმეტყველის მე-60 თავშია. გაიღვიძე და აღზრდებ. საიდან აღზრდებით ჩვენ? როგორ? სულიერი ძილიდან. მკვდარი ვიყავით ჩვენ. გაიღვიძე სულიერი ძილიდან გამოგვაღვიძა ღმერთმა. აი ხა მე კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ გახსოვთ სანამ მორწმუნეები გახდებოდით. თქვენი ცხოვრება გახსოვთ? შეგიძლიათ ის შეადაროთ სულიერ ძილს? აბსოლუტურად. მე ჩემს ცხოვრებაზე რო ვფიქრობ იმ დრომდე სანამ მე ღმერთზე დავიწყე ფიქრი, მე არ მახსოვს სად როგორ ვარსებოდი. მართლაც რაღაცა სულიერი ძილია. თითქოს აი მკვდარი ხარ სულიერად. აი ამას გაიღვიძე, ღმერთმა გამოგაღვიძა, აღზრდები შენ, გაცოცხლდი. ამიტომაც ნუ არ დაბრუნდები იქ, სადაც ეს სულიერი ძილი იყო და წერია გამოისყიდეთ დრო. რადგან ბოროტნი არიან დღენი. ეს რას ნიშნავს? გამოისყიდეთ დრო. როგორ გამოვისყიდო დრო? როგორ? აი რა უნდა გადავიხადო მე რომ დრო ვიყიდო? აი იქ როცა სამჯეროს წინაშე წავსდგები, გასულ დროს მე ვეღარ გამოვისყიდი, ხომ ესეა? მაგრამ ამ ცხოვრებაში სანამ არ დამდგარა აღსასრული, გამოისყიდეთ დრო ნიშნავს ყველაფერი, ეს უსამართლო სიმდიდრე რაც არ გაგაჩნიათ, აი უსამართლო ამაო სიმდიდრე რაც გაგაჩნიათ, ამით იყიდეთ ის დრო, რაც ძვირფასია. გესმით? ამ ქვეყნიურით იყიდეთ იმ ქვეყნიურით. აი ამას ამბობს. რადგან ბოროტია ეს დღე და ეს ჟამი და ცდილობს ჩაგითრიოს, ცდილობს შეგჭამოს, ცდილობს აი თრიანთ დაგიმონოს. ამიტომაც აი გახსოვთ იგავს ქრისტე, ამიტომაც ამბობს იგავს. ყველაფერს გაგიდაღი ის მარგალიც. აი მაგაშია საქმე. მაგრამ უფრო ახლოს არის ამასთან ის იგავი. უსამართლო მოურავის შესახებ რომ არის იგავი. ხო გახსოვთ? ქრისტე ამბობს თავად აი როგორ ვიყიდო დრო, თავად ქრისტე გეუბნება იგავის მეშვეობით, რომ დაიბარა ხელმწიფე მოურავი და უნება რომ შენი მოურავობის დრო მთავრდება. მალე აღარ იქნება მოურავი და მომიტანე ყველაფერი ანგარიშები, რომ მალე უნდა გაგიშვა. ვფიქრობს მოურავი, როგორ ვიყიდო ეს დრო? როგორ ვიყიდო, რომ როცა აღარ ვიქნები მოურავი, რომ გადარჩე. და რას აკეთებს? დაიბარებს ყველა მოვალეებს და გაუნახერებს თამასუთებს, რომ ვალი კი აქვს ამ ბატონის 100, მაგრამ დაწერე რომ 50 გაქვალი. ნახეთ და მოურავი პატიოსნად მოიქცა? არ მოიქცა. არ, მაგრამ გლობალურად კარგად მოიქცა. ნახეთ ქრისტე რას ამბობს? თქვენს აი ამ ქვეყანაზე რო ცხოვრობთ, მაინც თქვენი ყველა საქმე ამ გაგებით ამაოა. იმ მოურავი ხო პატიოსნად მოიქცა. თქვენც რასაც აკეთებთ, თქვენ გონიათ რომ პატიოსნად იქცევით? მაინც ამაოა, მაინც ასრულია, მაინც ამ ქვეყნიურია, მაინც მიწაში რჩება, ხო? ამ გაგებით გავს იმ მოურავის საქმეს. ამიტომაც აი ეს უსამართლო ან ამაო თანამდებობა, დროებით თანამდებობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ იყიდოთ ის, რასაც ვეღარ იყიდი
შემდეგ. აი ამაზე ძველ ქართულად ასწრია, გამოიფრდიდით. ფრდა ნიშნავს გამოსყიდვას. გამოისყიდეთ დრო ამ უსამართლო სიმდიდრით. და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. უბრალოდ ვერ გვეთმობა რა, ვერ გვეთმობა. ეხლა ძვირფასი საათი რო გაქვს ადამიანს, მაგალითად ვიძახი, ძვირფასი საათი. დაფიქრდე რომ აი ამ ძვირფასი საათით შემიძლია გამოისყიდო რამე? როგორ გავაკეთო? როგორ გამოისყიდო? გავყიდო და რა გავაკეთო? რა სიკეთეში მოვახმო? სიკეთეს მოვახმო. აი ეს თამაშია. ან მაგალითად შემიძლია ვიყიდო ძალიან ძვირფასი მანქანა, ან მაინც კარგი მანქანა, რომელიც იმის მეახუთად იღებს. შემიძლია გამოვისყიდო რამე იმითი? შემიძლია. ესმით? აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ დახეული ფეხსაცმელებით ვიაროთ აუცილებლად. მაგრამ შეგვიძლია ზომიერად ცხოვრებით, მაინც რაღაცა გამოვისყიდოთ აი ამ უსამართლო დროებითი სიმდიდრით. ნახეთ, შემდეგ იწყეთ და ნუ დაითვრებით ღვინით, ბევრი აღარ დარჩა, ეს თავი ცოტა რთული იყო გასაგებად, მაგრამ ბევრი აღარ დარჩა. ნუ დაითვრებით ღვინით, რომელიც არის სიბილწე, არამედ აღივსეთ სულით, ელაპარაკეთ თქვენსავე თავს ფსალმუნებით, საგალობლებით და სულიერი სიმღერებით, უგალობდეთ და უმღერდეთ თქვენი გულებით უფალს. მადლს წირავდეთ ყოველთვის და ყველასთვის უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, ღმერთსა და მამას. ნახეთ რა ზამოს, ნუ დათვრებით ღვინითო, რომელშიც არის ბოროტება, სიბილწე, არამედ შემდეგ მოაყოლებს თაღუთარ თავს, ფსალმუნებით ელაპარაკეთ, საგალობლებით, როგორ სულიერი სიმღერებით, ანუ საგალობლებით, სულიერი სიმღერებით და უგალობდეთ და უმღერდეთ თქვენი გულებით უფალსო. რატო უკავშირებს ამას ღვინით დათრობას, რატო უკავშირებს ფსალმუნებს და საგალობლებს? რატო? იმიტომ რომ ღვინო აქ არის სიმბოლო ყოველგვარი გაბრუების. ყოველგვარი ამ ქვეყნიური გაბრუების, ნარკოტიკის ფაქტობრივად, ხო? რითი ჩვენ არა რა თქმა უნდა აქ, მაგრამ ადამიანები რომ ვერ გუობენ ამ ცხოვრებას, მე მესმის განავინმეს განვიკითხა, აი რომ ვერ გუობენ და ვეღარ უძლებენ ამ ცხოვრებას, რა შვებიან? ზოგი ღვინოს სვამს, ზოგი ნარკოტიკს სვამს, ზოგი სხვა რამეში იყუჩებს ამას. პავლე ამბობს, თქვენ ქრისტიანები ამას თუ გააკეთებთ. თქვენ როგორც ბავშვებია, რომ ბავშვები არ იყოთ, როგორც დასრულებმა და ქრისტეს საზომს მიახლოვებულებმა გესმოდეთ საცხოვრობთ, რასელოდებით, რა გელით და სად მიდიხართ და ამიტომაც გაბრუვდებით რაიმეთ. არამედ თქვენი ასე ვთქვათ ჭყალებში ცუდი სიტყვა არ უნდა. თქვენი ნარკოტიკი იყოს ფსალმუნები, ლოცვები, საგალობლები, წირვალოცვა. აი ეს იყოს თქვენი ასე ვთქვათ ნეტარება. ეს იყოს თქვენი ნეტარება, ხო? ნახეთ კიდევ რას ამბობს? აი სულიერი სიფხიზლე არის აი ამაზე როგორ გითხრათ, ამაზე დიდი ნეტარება არ არსებობს, სულიერი სიფხიზლე. მე ეს ჩემ ცხოვრებაში გამოცადე. როცა მოზარდი ვიყავი, მაგალითად, ჩემ ცხოვრებიდან გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეს ვიცი და იმიტომ. როცა მოზარდი ვიყავი, ხო, აი, მქონდა ძალიან დიდი კონცენტრაციის სისუსტე, ვერ ვამჩნევდი, ხო, როგორც არის ხო. შემდეგ როცა მორწმუნე გავხდი, მართლა გავცოცხლდი ამ გაგებით. რომ აი, თითქოს რაღაცა დოპინგი მომცეს და რასაც ვერ ვხედავდი, ყველაფერს ვამჩნევდი უკვე. მე თვითონ მიკვირდა, კაცო, რა დამემართა ეს? გახდა ფხიზელი ხედვა, სმენა, აზროვნება, ამჩნევ იმებს, რასაც ადრე ვერ ამჩნევდა. მე მივხვდი, რომ ეს არის ზოგადად ის სულიწმენის ის ძალა, რასაც ზოგიერთი ადამიანი ნარკოტიკში ეძებს. რომ ნარკოტიკს რო გაიკეთებს, ისეთი აზრები მომდისო, ერთი ამ უნდა ფხიზელი ის აზრები არ მოგივაო და ამითი ბოდიში თვალზე ვამბობ, кайფობს. ამ სიტყვას ვამბობ. ამითი ნეტარებს, გესმის და მე კიდე მას შემიძლია უთხრა, რომ ხიზელ გონებას რა აზრებიც მოსდის, ის აზრები არც ერთ ნარკოტიკს არ შეუძლია გამოიწვიოს, გესმით? გვიძარებ ხიზელ გონებას, რომელიც ღმერთისგან იკვებება. ამიტომაც ამბობს პავლე, განა პავლე მარიცის, რომ ეს ჭირს ხალხს, მაშინაც იყო გამაბრუებული რაღაცები. ღვინო 20000 რაღაც ნარკოტიკული საშუალება, მაშინაც იყო. პავლე ამბობს, რომ თქვენში ეს არ იყოს, არამედ თქვენი ნეტარება იყოს საგალობლებში, ფსალმუნებში. ფსალმუნი მართლაც ესეთია. აი, რომელიმე ფსალმუნები თუ იცით თქვენ ზოგიერთი ფსალმუნი ზეპირად,
აი როცა გიჭირს, როცა გიხარია, იმას ამბობ შენ ზეპირად და აი მარტო უდიდეს იმას გაძლევს, სტიმულს და მართლაც დოპინგს, რა, გაძლიერებს ის ფსალმი, ხო? მე ალბათ 91 ფსალმი, ალბათ აი 100-ობით ჯერ მაგ ნათქვამი ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე დღესაც, ხო? ხო და აი ამას გვეუბნება პავლე, თქვენი ნეტარება იყოს ლოცვაში. და ახლა იწყება მონაკვეთი, რომელიც ეხება მორჩილებას და შემდეგ აი ეს მორჩილება ამ თავში და მეექვსე თავი იყო მოკლეა და დავამთავროთ ამ. ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გითხრათ მორჩილებას, რომელიც თქვენ ჯერ არ გაგიგიათ ალბათ. აი მორჩილება. ჩვენ ხო მორჩილება ცუდად ხან ხშირად ცუდად გვესმის, ხო? დაგემორჩილო რა, შენი მონა ვარ? ხო? რა ცოლს რატო ეუნები და ემორჩილე ხმარს რა, იმის მონაა? გესმით? აი, ან დამორჩილდი. ნიშნავს რომ უსიტყვოდ დამემონე, ხო? ესე გვესმის. მაგრამ ამას ამბობს ნათლად პარემოცკული. მოდი ახლა დავუკვირდით როგორ რას გვეუბნება და შევადაროთ ორიგინალ ტექსტში რა არის ნათქვამი და ძალიან გასაგები იქნება და თქვენ მიხვდებით რომ მორჩილება არის უდიდესი საქმე. ნახეთ რა ვარ დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით. ცოლებო დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს როგორც უფალს. ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევ როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავის ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავისი თავი მისცა მისთვის. რათა წმინდა იყო იგი, განწმენდილი წყლით და საბანელით და სიტყვით. და ამრიგად წარმოედგინა ის თავის წინაშე დიდებულ ეკლესიად, ციკლის, ზადის თუ სხვა რამე მსგავსის არ მქონეთ, არამედ რათა წმინდა და უმციკლო ყოფილიყო იგი. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული. ცოლის მოყვარულს თავისი თავი უყვარს. რადგანაც არავის არასდროს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და საზდოებს მას, როგორც უფალი ეკლესიას, რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანი და მისი ძვალთაგანი. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივე ერთ ხორცს. დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტეს და ეკლესიაზე ვამბობ ამას. ასევე თითოეულ თქვენგანს უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავი თვისი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა. ან რიდი ჰქონდეს თავისი ქმრისა. ან პატივს მიაგებდეს თავის ქმარს. ეს ყველა ის სიტყვა, ის თარგმნება ასევე. ნახეთ, მე აქ უნდა შეწყდეს მოკვდედება, მაგრამ ვაგრძელებ, იმიტომ რომ ისევ მორჩილებაზე გრძელდება. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ესაა სამართალი. პატივიეც მამას შენს, დედას და შენსა, ასეთია პირველი მცნება აღქმით. რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანას. და თქვენ მამებო, ნუგან არისხებთ თქვენ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, შიშით და წოლით, თქვენი გულის სიცხოებით, როგორც ქრისტეს, არა თვალის ასახვევად და მოსაჩვენებლად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონებმა აღასრულეთ თქვენ ნებაღ ღვთის სულით. მონებდეთ მათ როგორც უფალს და არა როგორც კაცთა. იცოდეთ რომ თითოეულ იმას მიიღებს უფლისაგან, რაც კი რამ უქმნია კეთილი, მონა იქნება ის თუ თავისუფალია. და ამიტომაც ბატონებიც ასევე იქცეოდეთ მათ და მიმართ. დაიოკეთ სისასტიკე, ანუ რისხვა, იცოდეთ რომ თქვენ და მათ უფალი ცაში ერთი ყავთ და მისთვის უცხოა მიკერძოება. ნახეთ რა საბარგობს, დაემორჩილეთ ერთმანეთს ღმერთის შიშითო, შემდეგ ლაპარაკობს ცოლის და ქმრის ურთიერთობაზე, ცოლებო დაემორჩილეთ ქმრებს ეუნება, შემდეგ ლაპარაკობს შვილებო დაემორჩილეთ მშობლებს და შემდეგ ლაპარაკობს მონებო დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს, ხო? აი ამ 4 რამეზე გვაჩვენებს მორჩილებას. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი და რა უნდა გვესმოდეს ჩვენ? სიტყვა, რომელიც გამოხატავს მორჩილებას ძველ ბერძნულში, იმ ენაზე რა ენაზე წერს პავლე. ჩვენ ქართულში მორჩილების გამხატველი რამდენი სიტყვა აქვს? აი რომოვიდგინე რა მორჩილება. რამდენი სიტყვა გვაქვს, რომელიც მორჩილებას გამოხატავს? აბა თუ შეგიძლიათ მოიგოთ
განებება, დაჯერება, მორჩილება, დათმობა. ხედავთ, აი ყველაფერი ეს სიტყვები, ყველაფერი გამოხატავს რაღაც დაქვემდებარებას, მაგრამ ყველას თავისი შინაარსი აქვს, ხომ? დათმობა ცოტა კიდევ სხვა არის, ვიდრე დაჯერება, ხომ ასეა? შესმენა, ხედავთ, შესმენა კიდევ უფრო არის, რომ გაიგებ რაღაცას, ანუ აზრს გაიგებ მისას და გაუჯერებ. ხედავთ, აი ასევე ბერძნულშიც ამ და მორჩილებას სხვადასხვა სიტყვები გამოხატავს. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ის სიტყვა, რომლითაც პავლე ეუნება ცოლნი დაემორჩილეთ მითქმრებს და გაჩვენოთ ის სიტყვა, რომლითაც ეუნება შვილებო დაემორჩილეთ მშობლებს და მონებო დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს. სხვადასხვა სიტყვას ხმარობს. ცოლებო დაემორჩილეთ, თავიდან ხო იწყებს ერთმანეთს დაემორჩილეთ ცოლ-ქმარი ქრისტეში და იქაც სადაც ამობს ცოლებო დაემორჩილეთ ქრებს აპოტასო, ესეც სიტყვაა. აპო ნიშნავს ქვეშ დადება რაიმეს და დასო ნიშნავს დადგომას, ანუ განლაგებას. დაქვემდებარება არის ზუსტი, დაემქვემდებარეთ ცოლებო, დაემქვემდებარეთ თქვენს ქმრებს. მაგრამ ეს სიტყვა ეს აპოტასო, აი ნახეთ, აპო ეგრესმით წინს ართია, ქვეშ, ტასო ნიშნავს, ნახეთ, ტასოდან წარმოიშვა შემდეგ ტაქტიკა. ტასო ტაქტიკა რას ნიშნავს? მე რო შენ ტაქტიკას გიხსნი რაღაცისას. ესე იგი მე და შენ თანამოაზრენი ვართ, ხომ? მე მინდა შენ აგიხსნა ტაქტიკა, აი მე და შენ მივდივართ მწერის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. და მე შენ გეუნები რომ ტაქტიკა უნდა აქვს, მე და შენ ტაქტიკა უნდა შევათანხმოთ ერთმანეთთან რომ გავიმარჯვოთ. აი ეს სიტყვა აპოტასო არის სამხედრო წესრიგიდან და ჯარისკაცები აპოტასო უნდა გაეკეთებინათ ჯარისკაცს. ან ხედავთ თავარს, რომ უფრო დიდ დამორჩილებოდა, მაგრამ ის ხომ მონა არ არის. როგორ შეიძლება კაცს წელი საჭურველი იყიდოს სხეულზე ხმალი გადასიდოთ და მონა ის მეომარია და რომ დაიბარებს ლეგიონის მეთაური რომ დაიბარებს და იტყვის მოეწყეთ და დააყენებს. აი მაშინ აკეთებს დაქვემდებარებას. აპოტასოს აკეთებს იმ დროს რომ ტაქტიკას უნდა დაექვემდებაროს რომ გაიმარჯვოს ჯარმა. გესმით? როგორი კარგი სიტყვა. და პავლე აი ესე უნება ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ერთი ტაქტიკა ჰქონდეთ ოჯახურ ცხოვრებაში. გესმით? მონაზავით კი არ დაემორჩილოს ცოლი-ქმარს. არამედ როგორც მეომარი ჯარში დგას და იცის მან სად მივდივართ. თან შეიარაღებულია თვითონაც მონა არ არის არავითარ შემთხვევაში, ხო? მეომრები დიდად პატივცემულები იყვნენ, ხო? თუნდაც რომის კულტურაში. და მე როცა გაიმარჯვებდნენ ხოლმე, მეომრებს უნაწილდებოდათ ეს ნადარი. ხომ ასე იყო? როგორ შეიძლება მონაყოფილიყო ის, ხო? ნახო გახსოვთ, გლადიატორი თუ შეწყალებას მიიღებდა და გამარჯვებას მოგვერა, რა ეძლეოდა მას? თავისუფლება და გლადიატორები ხდებოდნენ მეომრები შემდეგ. და თან როგორ საყვარელი და პატივცემული მეომრები იყვნენ. გესმით? აი ეს არის მთავარი განსხვავება. როცა ეუნება შვილებო დაემორჩილეთ მშობლებს, იქ ამობს აპოკოუ, ესეც სიტყვა. აი აკუსტიკა, ხო აქედან მოდის. აკუსტიკა არ მომისმინე, შეისმინე რას გეუბნები. ამას მონას ეუნება. ან ეუნება ჯერ არასრულწლოვანს. ბავშვს ხო შენ ტაქტიკას არ უხსნი ცხოვრებისას, ხომ ასეა? ცოტა რო წამოიზრდება მოზარდობა შედის, მერე უხსნი ტაქტიკას, მაგრამ მანამდე პატარა ბავშვს რას ეუნება? შეისმინე, დაიჯერე რასაც გეუბნები. აი არის სხვა სიტყვა. აკუ ესეც სიტყვა. აკუსტიკა, ხო აქედან მოდის. აკუსტიკა აქედან მოდის. გესმით? დამემორჩილე შესმენაში. მოსმენაში დამემორჩილე. მაგრამ ცოლზე ამას არ ამბობს. ცოლზე უფრო მაღალ სიტყვას ამბობს, რომ თქვენ თანამებრძოლები ხართ. ამიტომაც ცოლნი
დაექვემდებარეთ აი ამ წყობას, რაც ოჯახშია, რადგან კაცია პასუხისმგებელი, ხო, ოჯახის თავი, იმიტომ რომ ის არის პასუხისმგებელი, მან უნდა დაიცვას ოჯახი, მან უნდა შეინახოს ოჯახი, ხომ? რომ ადრე ასეთ სოციალური წყობა იყო, ხო, დღეს ქალებიც მუშაობენ სადღაც, მაგრამ კაცს მაშინ დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ხო? ამიტომაც სოლს ეუბნება, რომ დაექვემდებარე ამ ტაქტიკას, რაც ოჯახშია და ამას ხობით განსხვავებას. მონა არ ახარ შენ, არც ბავშვი არ ახარ. დღეს ხო ქმრები ხანდახან ცოლებს ესე ექცევიან, როგორც ბავშვებს. შეისმინე და ამიჯერე, რასაც გეუნები. შეიგნე, ქალო, ვეუნებიან. გესმით? ეს არც ერთი შეიგნე, შეისმინე და დამიჯერე, დაიჯერე, არც ერთი არ გამოხატავს იმ სიტყვას იმ აპოტასოს, არც ერთი არ გამოხატავს, იმიტომ რომ ის აპოტასო ნიშნავს ტაქტიკაში დაექვემდებარე იმას, სადაც ხო. აგორ? თანამოაზრე იყავ, ზუსტად, იმიტომ ჯარისკაცი ხო თანამოაზრეა, იმის ხედავთ. ამას საფუძვლად ის უძებს, რომ ერთმანეთს ცოლი და ქმარი ერთმანეთს მიუშვიათ და ერთმანეთი აცხოვრონ. ზუსტად, ერთი ტაქტიკით იმოქმედოთ. მერე ხო უბრალოდ ცოლს ხო ეუბნება, რომ აი ამ წესრიგს დაექვემდებარე, ხო? ანუ ამას ნიშნავს, ხო გავიგეთ. ცოლს ეუბნება, კაცს უფრო დიდ რამეს ავალებს თუ უფრო პატარას, როგორ გონიო? როგორ? უფრო დიდ რამეს ავალებს კაცს და კაცებს ეუბნებათ, რომ ქმრებო გიყვარდეთ ცოლები როგორც საკუთარი თავი. აი ეს უფრო დიდია ვიდრე ტაქტიკის დაქვემდებარება, ხომ ასე? ხომ მეთანხმებით. ცოლებს ქმრებს ეუბნება, რომ შენი თავით უნდა გიყვარდეს ცოლი და ისე უნდა უვლიდე და გიყვარდეს ცოლი, როგორც ქრისტემ მოუარა თავის ეკლესიას. ქრისტემ არქნა თავისი სისხლით გაბანაო ეკლესიაო. წყლით და სიტყვით, ანუ მისი მოძღვრებით, წყლით და თავისი სისხლით, რომ არც ერთი ნაოჭი არ ქონოდა ან რაიმე წუნი ეკლესიას. გესმით? და ქმრებს ეუბნება, რომ აი თქვენცო ასე მოეკეცით თქვენს ცოლებს. იმიტომ რომ თავის სხეულს ხომ არავინ არ სტანჯავს, თუ თავის სხეულს სტანჯავს, იმას კი ავადარი გონი თავში ხო ადამიანი. ამიტომ თუ ჯანსაღი ქმრები ხართ, თქვენს ცოლებს ისე მოეკეცით როგორც საკუთარ თავს, რომ არაფერი არ გაუჭირდეს თქვენს ცოლს. ამიტომაც წერიაო, რომ ჩვენ ხო მისი სხეულის ასოები ვართ და მისი ხორცთაგანი და მისი ძვალთაგანი. ხო? მისი სხეულის ასოები ვართ. ქრისტეს სხეულის ასოები ვართ, ხო? აი ასეთივე ურთიერთობა უნდა იყოს ქმარს და ცოლს შორის. როგორც ადამს და ევას შორის. როგორც ევა ადამის სხეულიდან არის ამოსულიო. კაცს გახსოვდეს, რომ შენი ცოლი შენი სხეულის ნაწილია და ამიტომაც ისე მოუარე, როგორც შენი სხეულის ნაწილს. ამიტომაც დახედა ზამობს იმეორებს ის რაც დაბადების წიგნში, ამიტომაც მიატოვებს კაცი დედას და მამას და შეერთვისო. შეერთვის და ქართულში შეეყოფაო. ანუ რას ნიშნავს ეს? შეერთდებიან, ერთნი არიან, უკვე აღარ არიან ორი, მაგრამ ერთი თლიანია, ერთი სხეულის ასოები არიან ცოლის და ქმარის. და ნახეთ, დიდია ეს საიდუმლო, აი ეს მინდა განმარტო. დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ამას ვამბობ ქრისტესა და ეკლესიას. ანუ საიდუმლო რომელ საიდუმლოზე ლაპარაკობს? ქრისტეს და ეკლესიის საიდუმლო. რა არის ქრისტეს და ეკლესიის საიდუმლო? რომ ქრისტე არის სიძე, ეკლესია მისი რძალია, საზღვროა ქრისტე, ეკლესია ქრისტესი, ქრისტე არის ამავდროულად თავი, ეკლესია მისი სხეული და ქრისტე მონასავით იმორჩილებს ეკლესიას თუ რას აკეთებს? აი იმ წესრიგს, რაც მის მოძღვრებაში, მის რჯულშია, აი იმ წესრიგს ტაქტიკურად ემორჩილება ეკლესია. გესმით? და ამიტომ არის მისი სხეული. აი ცოლიცო, აი ასე უნდა ემორჩილება, დაექვემდებაროს აი ამ ქმრის თავობას ოჯახში და ქმარს კი უყვარდეს ცოლი როგორც საკუთარი თავი, ასევე თითოეულ თქვენგანსაც უყვარდეს ცოლი თვისი როგორც თავისი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს, იქ წერია სიტყვა ფობია, მაგრამ ეს ფობია არ არის მონარსო განკარებს უფლის წინაშე. ფობია არის კრძალულებითი შიში.
რომ შენ კრძალულება გაგაჩნია მის მიმართ, აი ორ ღმერთის მიმართ, ასეთი შიში, ასეთი პატივისცემა, რიდი კრძალვა უნდა კონდეს ცოლსაც თავისი ქმრისეულ. ვინმე ქალი არ ეთანხმება ამას? აი პავლე რასაც გვასწავლის, შეიძლება ვინმე ქალი ამას არ ეთანხმებოდეს? მე მგონი შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო, ხო? თუ ქმარი ასწორია. სწორია, იქიდან არ გვეჩვენება ისე თუ ქმარი ასრულებს ამას, რასაც მას ავალებს ქრისტე, მაშინ შეუძლებელია რომ ცოლი ამას არ ემორჩილება. ხომ ასე? ამიტომ ნახეთ რა შეასახმე, ამიტომაც პირველი პასუხისმგებლობა არის კაცებზე და შემდეგ მოდის პასუხისმგებლობა ხალხზე. ხო, ეხლა მაგრამ ისიც გავიაროთ უცბად და მე კითხვებზე მე ველაპარაკ. ახლა ნახეთ, მოკლედ რო ახსნათ ისიც. შვილებს რატომ ეუნება სხვა სიტყვას, რომ თქვენო დაუჯერეთო, შვილებო დაუჯერეთ, არ ეუნება ტაქტიკურად, არა, შვილებო დაუჯერეთ, რასაც გეუბნები, ანუ ბგერით ბრძანებას დაიმორჩილეთ შვილებო მშობლების. რატომ ეუნება? იმიტომ რომ ჯერ ის იწვრთნება, ჯერ ის უნდა გაიწვრთნა, სანამ დასრულობას მიაღწევს. როდის აღწევდნენ ბიჭები და გოგოების დასრულობას იმ დროს? 12-13 წლის ასაკში. ჩვენთანაც ასე არ ხდება? 12-13 წლის ბავშვი უკვე ისეთია, რომ ტაქტიკურად ეჭებილია აუხსნა რაღაცები, ხომ ასე? მაგრამ მანამდე უნდა გაწვრთნა როგორც აი ბრძანებას მოვალების მორჩილება უნდა ასწავლოს. ესე აი ძალიან გთხოვთ მშობლები ან დეიდა ბიძე მამიდები ვინც ხარ, გაითვალისწინეთ რომ ბრძანებას მორჩილებას ვინც არ ასწავლის ბავშვს, ის ვეღარაფერს ვეღარ ასწავლის ბავშვს. აი სულ თოთოობიდან, თეობიდან ბრძანების მორჩილება არის პირველი. იმიტომ რომ აქედან იწყება აღზრდა. აქედან იწყება ყველაფერი. შემდეგ ნენელა იზრდება და მე ბრძანება აღარც გჭირდება, მაგრამ ის შემდეგ უკვე მისი ბრძანებები ხდება კარგი აზრები. კარგ აზრს რო გაიგებს, იმას ბრძანების მორჩილება უკვე იცის. შემდეგ გაიგო მაგალითად ის რომ წითელზე უნდა გაჩერდეს, ხო? როცა მართვის მოწმობას აიღებს. ბრძანების მორჩილება იმსია გამჯდარი მასში, რომ იმ ბრძანებას ემორჩილება. ჩვენთან საქართველოში რატო იღუპება ამდენი ხალხი? როგორ გონია? სისულელის გამო, რატო ბრძანებას არ ემორჩილება ხალხი? მაგრამ რატო? იმიტომ რომ აღზრდით ბავშვობაში, როცა ამისი აღზარდეს, ბრძანების მორჩილება არ ასწავლეს. ამიტომაც არ ემორჩილება ბრძანებას და არ ეკეთებს მაგალითად კამარს მასში. მანქანაში და ყვდება რაღაც სისულელის გამო ყვდება, გესმით? ამიტომ დიდი უბედურებაა, როცა ბრძანების მორჩილებას არ სწავლობ ბავშვი. ასევე მონებს ნახეთ ეს მოხლი. პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას. ასეთია პირველი მცნება აღთქმით. რას ნიშნავს ეს გოგონია? ანუ მშობლების პატივისცემა არის მცნება, პირველი მცნება აღთქმით. რას ნიშნავს ეს? აღთქმაში, მაგრამ აღთქმით რას ნიშნავს? ის ცნება როგორ გრძელდება აღთქმაში? პატივი ეცი რათა, რათა კეთილი გეყო შენ და დღე გრძელი ყველასაზე. ერთადერთი ცნება ეს ცნება რომელსაც აღთქმა ახლავს თან. ეს არის პირველი ცნება რომელსაც აღთქმა ახლავს თან. გესმის რომ გეუბნება რომ შენ თუ მშობლების პატივისცემას შეძლებ კეთილი გეყოს ქვეყანაზე და დღე გრძელი იქნება. რატომ ეუბნება? მშობლები რას განასახიერებენ? კიდევ ახლა ხარ. ჩემ ქრონას და კიდევ ყველაზე ძვირფასი რა არის ჩვენ მშობლებისგან მივიღეთ? სიცოცხლე. მშობლის პატივისცემა არის სიცოცხლის პატივისცემა. აი ეს ღრმა აზრიდებს ამაში. პატივისცემას ვთხოვს და არა სიყვარულს. გასაგებია, მაგრამ აი ის რომ მე ვინც სიცოცხლე მომანიჭა, ჩემი მხრიდან მისი სიყვარული და პატივისცემა არის სიცოცხლის პატივისცემა. და ამიტომაც წერია აქ ცნებაში ეს აღთქმა ახლავს თან. ეხლა ადრესიც თქვენ წაგიკითხათ, აი მოსეს რჯულში არის, ეს არის მეხუთე წიგნის მეხუთე თავში. რომ ცნება იყო ესეთი უცნაური ცნება, უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მონადირე თუ ტყეში მიდისო
და დაინახა ბუდე, ჭირის ბუდე, გვირთის ბუდე დაინახა. და ტრედის გვირთის კვერცხებიაში, ეხლა კვერცხებს მაშინ ჭამდნენ და მოიტანდა და კვერცხს შეწვავდა. შეუძლია კვერცხები წამოიღოს, დედის მოკლის უფლება არ აქვს. რატომ? როს ისე გაგზავნეს. რომ ახლა ისმით მონადირეს უგრძავავს ნაშიერის და დედის ერთად მოკლა არ შეუძლია. გესმით? რომ სიცოცხლის პატივისცემა უნდა იყოს შენში. ამიტომაც მშობლების პატივისცემა ამიტომ გვევალება. რომ სიცოცხლეა ამაში. შემდეგ მონებს მეუნება იგივე სიტყვას ამობს იმ აკოუ ისე მოსმენი დაჯეს გერითი მორჩილება. რატომ მეუნება მონებს ამას? იმიტომ რომ ეს არის სოციალური წყობა, სადაც მონამ არ იცის რა უნდა აკეთოს, ხო? ბატონმა იცის როგორი მართება ის რაც აკეთებს და ბატონის ძალებას უნდა დაემორჩილოს და ეს იმას კი არ ნიშნავს რომ პავლე მონობისგენ მოუწოდებს, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ პავლე არ ეხება სოციალურ წყობას, რომ ზვარი არ გადალახოს რომ ის თურმე ანგრევს ამ სოციალურ წყობას და რაღაც რევოლუციისგან მოუწევს. მაგრამ ამავდროულად პავლე ისეთ რამეს წერს იქ, რაც იყო იმ დროს სენსაცია. ბატონებო, თქვენც ასევე მოიქეცით მათ მიმართ. ასევე იქცეოდეთ მათ მიმართ, რას ნიშნავს? ანუ მონებს ეუნება რომ როგორც უფალს ისე დაიმორჩილეთო თქვენს ბატონებს. იცოდეთ რომ კეთილს გააკეთებთ კეთილს თუ გააკეთებთ კეთილს მიიღებთ ღმერთისგან ბოროტ. ბატონებს ეუბნებათ თქვენც ასევე მოიქეცით. ხო, ნახეთ როგორც უფალი მოგეკცათ თქვენო, ამას ეუბნება ბატონებს. თქვენც ისევე მოეკეცით თქვენს მონებს. რადგან თქვენს და მათ ერთი ყავთ ზეცაში უფალი. ანუ მორწმუნე ბატონებს ეუბნება რა თქმა უნდა, ხო? მორწმუნეებს, ეკლესიის წევრ ბატონებს, რომელსაც მონები ყავდათ სახში. ეს სოციალური წყობა ასეთი იყო. ეუბნება რომ გაახსოვდეთ თქვენ რომ ქრისტეს მონები ხართ თქვენს და როგორც ქრისტე მოგეკცათ თქვენს, ისე მოეკეცით თქვენს მონებს. და ბოლოს ნახეთ აი ეს ძალიან ცნობილი ის არის მონაკვეთი, აი სულიერი საჭურველი. შეიძლება ვინმე შეგულოს, რომ ეს რაღაცა ლამაზის სამხედრო მსგავს სიტყვებია, მაგრამ არ არის ასე. ამ დროს პავლე სად არის? როგორც ჩვენ თქვით წინა საუბარში. სად არის? და ვის ტყვეობაშია? როგორ? რომაელების ტყვეობაში. და როგორი იყო პავლეს ტყვეობა? ციხეში კი არ იჯდა. მას ჰქონდა შინაპატიმრობა, ფაქტობრივად ის გადაბმული იყო რომაელ სამხედროს. ბორკი. რომაელი ლეგიონერი ახლდა მას სულთან. თავისუფალი იგი იყო, მაგრამ ხანდახან გადაბმული ყოფილიყო, ხანდახან სული ბასთან იყო. რომ არ უნდა წასულიყო, შინაპატიმრობა ჰქონდა მას. სავარაუდოდ აი ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ეს მხოლოდ, რომ პავლე ამ ლეგიონერს ხო უყურებდა რომაელს, რაცია. ხო? და პავლე არის მისი ტყვე. და აი ამას რომ უყურებს, აი ამ აზრებს წერს აქ. რომ როგორც მე ამ რომაელის ტყვე ვარ, თქვენ იცოდეთ რომ თქვენ ჰაერის მცველთა ძალის თავრის ტყვეები იქნებით თუ ცოდვას დაემონებით. ამიტომ ჰაერის ძალთა მთავარი ვინ არის? ერშმაკი. აი ერშმაკის რომ გაუძლოთ, ჩაიცვით ეს საჭურველი და რომაელს რაც აცვია, აი იმას ჩამოთვლის. ოღონდ სულიერ საჭურველი, სულიერ კატეგორიაში გადაყავს ეს. ზუსტად. ნახეთ რას ამობს? შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეძლო წინ აღუდგეთ ერშმაკის ხრიკებს. მე ახლა ამ რომაელს ყველაფერს ვერ უშვები პავლე ამბობს. არ შემიძლია, არ შემწევს ძალა რომ აი ამას გავეც. თქვენც აი ეს ამას რო აცვია ეს საჭურველი, ასეთი ჩაიცვით, რომ ერშმაკის ხრიკებს წინ აღუდგეთ. ხო, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლის და ხორცის, არამედ თავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნის პრობლემისა და ბროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომაც აღმართეთ ღმრთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდგომა და ყოვლის მძლეველნი იცეთ იდგეთ კვლავ. მას არ იმართეთ. ანუ ჯარისკაცს რა საბრძოლოდ აღმართულიყო, ხო, ნამდგარი, რომ ჩაეცვა საბრძოლო. აღიმართეთ ადექით თქვენს
და შეიტყი წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით. პირველი რასაც რომაელი ტუნიკა ხო ეცვათ ის ტილოს პერანგივით სამოსე ტუნიკა. პირველი რასაც შემოიტყავდა ხოლმე რომაელი ჯარისკაცი იყო ქამარი, სარტყელი. გინახავთ ხო გინახავთ ეს ფილმები? ეს სქელი ტყავის სარტყელი იყო, ტყავის რკინის მოჭედურებით გაწყვეტილი და აი ფეხებს შორის წინ კამრები ჰქონდა ჩამოშვებული. გენიტალიებს იცავდა. და ეს კამარი იყო თავარი საჭურველის თავარი ატრიბუტი, რატომ? რომ ამ კამარზე ეკიდა მას მახვილი, ხანჯალი, წყლის მათარა და კიდე სხვა რაღაცები. ამიტომ ზეუნება რომ თქვენ პირველად შემოირტყით ეს სარტყელი წელზე, ონდე სარტყელი იყოს ჭეშმარიტების სარტყელი. ან ის ჭეშმარიტება რა თქვენ ქრისტესგან შეიმეცნეთ, სულ წელზე გქონდეთ შემოორტყმული. იმიტომ რომ უკამროდ აბსოლუტური აბსურდი იყო მოე ამ წელზე შეიტყვი ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯარი. სიმართლის აბჯარი ნიშნავს იქ სიტყვა რაც ნახსენებია სამართლიანობის აბჯარი. რომ სამართლიანობით იცხოვრეთ ამ თქვენ სულიერ ბრძოლაში, ჩაიცვით ფეხთ მზადყოფნა მშვიდობის სახარების საქადაგებლად, რა იცვათ ფეხზე ლეგიონერებს სანდლები, ხო? რკინის ძირები ჰქონდა სანდლებს და აუცილებელი ფეხსაცმელი იყო მეომრისთვის და თქვენ ფეხზე გეცვათ, მზადყოფნა გეცვათ ფეხზე, რომ მშვიდობის სახარება მიიტანოთ, სადაც მიყვალთ თქვენი ფეხით. ანუ სიტყვით, თუ ცხოვრებით თქვენი საქმით, იქადაგეთ სახარება. ანუ ძვირფასი ფეხსაცმელი ამას უნდა განასახიერებდეს ჩვენ. ჩვენ ხო თქვით ადრე რომ ღვთის მოსაობა უნდა ჩანდეს ყველაფერში და ის ფეხსაცმელი უნდა განასახიერებდეს ჩვენს მზადყოფნას, რომ სახარების უწყება მივიტანოთ ყველგან. უწინარეს ყოვლისა კი იფყარით რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას. მართლაც რომაელების ფარი ხომ გინახიათ? 1.20 ხონდა ყოთახოთ სიმაღლით, აი მოხრილი ფარები იყო, როგორ იყო იცით გაკეთებული? ხის იყო, ონდე ეს ხე სამმაგი ფენა იყო ხის, სხვადასხვა მიმართულებით იყო ეს ხეები დადებული, რომ არ გატეხილი იყო და კიდევ იყო ტყავით და რკინის ფირფიტებით იყო გამაგრებული ეს ფარი. მართლაც ცეცხლოვანი ისრებს უძლებდა ეს ფარი, ხომ გინახიათ აი კუს რო აკეთებენ რომაელი მეომრები აი ფარებით. აი ეს იყო თავარი ატრიბუტი ბრძოლის და თქვენცო რწმენამ უნდა შეაკავოს ყველა ის არის, რომელსაც ცხოვრება გესურით ცეცხლოვან ისრებსო. დაიღეთ ხსნის ჩაჩქანი, ჩაჩქანს რომელებს რომ რკინის მუზარადი რომელიც თავზე ხურათ, ამას იხურავდა რომაელი მეომარი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ბრძოლის დროს. და წარმოიდგინეთ ახლა როგორი სიცხე იყო იმ ჩაჩქანში. ხო? ზის გულზე როცა იბძვის მეომარი, ისეთი კი არ იყო დღეს რომ მუზარადები აქვს გარბილებული და რაღაც. რკინის და მზე რო ანათებდა, წარმოიდგინეთ სიცხე რა სიცხე იყო შეგნით. მაგრამ ყველაზე უკიდურეს საშიშ ბრძოლაში იხურავდა ამ ჩაჩქანს. და პავლე გვეუბნება რომ თქვენ ამ ბრძოლაში ხართ შესულები. ეშმაკია თქვენი მრტელი. ამიტომ ჩაჩქანი, ხსნის ჩაჩქანი, ცხონების ჩაჩქანი რაც ღმერთმა მოგცათ, თავზე გეხუროთ და სულის მახვილი, რომელიც არის სიტყვა ღვთისა. ანუ ჩვენი სიტყვა, სულის მახვილი ქრისტემ სად გვაჩვენა? ქრისტეს ჰქონდა ერთ ადგილას სულის מחვილით ამარცხებს ეშმაკს. სად იყო ეს თუ გახსოვთ? უდაბნოში და რას აკეთებს? ის სულის მახვილი რაში გამოიხატებოდა? სიტყვაში. ხო, ეშმაკი მას საცდურებს რომ სთავაზობს, ქრისტეს მახვილი მდგომარეობს იმაში, რომ წმინდა წერილიდან პასუხობს მხოლოდ ციტატებს. დაწერილია ასე და ასე. ხო? აი ვიღაცა თუ დღეს ჩვენ გვეუბნება რომ მესამე სქესი არსებობს მაგალითად, ხო? და უნდა მივიღოთ ეს. არა, ჩვენებდა არა. ქალად და კაცად შექმნა ღმერთმა ისინი. ასე წერია ბიბლიაში. ასე კი არა, არამედ ასე. ისმით? აი 1000 სიზაგლე და სიმახინჯე რო შემოდის, ხო? დროის სულს რაც მოაქვს. ჩვენი მახვილი რა უნდა იყოს სულის მახვილი? წმინდა წერილი, რასაც გვასწავლის ის. ბატონო, იმიტომ ეს არის მარადიული, ღვთის სიტყვა არის მარადიული და უცვლელი და ამით მივახცევთ იმ ნავსადგურს. ანუ ეს უნდა როგორ შეიძლება და ესა mahvilis გარეშე შეიძლება ვინმე შევიდეს ბრძოლაში, როგორ გონიათ? არა, ხო?
როგორ შეიძლება შენ სულიერ ცხოვრებას ეწეოდე და ღვთის სიტყვა არ იცოდე? ხომ აბსურდია. მაგრამ ხო დღეს ხო ეს ხდება. დაღუპული ხარ ფაქტობრივად რა. დაღუპული ხარ, იმიტომ რომ ეს მაგ შეუძლია ნებისმიერი ყომარბაზობით ყველაფერი მოგატყუოს. ნებისმიერ ადგილას. ის ხომ მხოლოდ სიკეთის მოდის, ის ხომ პირდაპირ ხელსაძლეო. ხო, ის ყომარბაზობაც მასეთია ზუსტად, ხო რომ ეს კამათებს რო ატრიალებენ ხოლმე, შენ გონია რომ ვა რასაც ეს არის, რა ადვილია, ხო? და უცბად დაგადებინებენ ფულს და წააგენ. ხომ ასეა? აი ეგეთი ყომარბაზობა ბოროტისგან თელ ცხოვრებაშიც. ამიტომ სულის მახვილი წმინდა წერილი უნდა ვიცოდეთ კარგად, რომ შევძლოთ დაგრისვება. და ბოლო მაუკვეთი, ყოველი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ მარაჯამ სულით და ამასვე ეცადეთ მთელი სიმტკიცით და ვედრებით ყველა წმინდასათვის. ილოცეთ მუდამჟამ და არა მარტო თქვენთვის, არამედ ყველა მორწმუნისთვისაც ილოცეთ. და ეს ჩვენ დღეს მოდით ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ხომ? აი ფსალმოს რო გითხო, პავლე გვეუბნება ამას. და თქვენთვის ილოცეთ და მორწმუნეების, ყველა წმინდისთვის, წმინდა არის მრევლი. და ჩემთვის, რათა მომეცეს მე სიტყვა, რომ ჩემი ბაგი და აშკარად და თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო. აი მოძღვარი რო გეუბნებათ ხოლმე ხანდახარ რომ მომიხსენეთ ლოცვაში მეც ხალხო. პავლეს ამას ეუბნება, ჩემთვისაც ილოცეთ, რომ მომეცეს სიტყვა, რომ ვიქადაგო თამამად სახარება. რისთვისაც მოციქულობ ბორკილ დადებული, რათა თამამად ქადაგებდე როგორც შემშვენის. პავლე მათ ეუბნება, რომ კაცო მე ბორკილ დადებული მოციქულობ და ვქადაგებ და თქვენ თავისუფლები ხართ და არ მოგერიდოთ ქადაგება და ლოცვა. ხოლო რათა თქვენც იცოდეთ ჩემი ამბავი, ყველაფერს გაუწყებ ტიქიკოსი, საყვადრელი ძმა და სარწმუნო მსახური უფალში. ალბათ ეს ტიქიკოსი სავარაუდოდ არის ის კაცი, ვინც ეს წერილი წაიღო ეფესოში. ეფესოელია ეს ტიქიკოსი როგორც ჩანს, იქაურია და ჩემს ამბებსო ტიქიკოსი ჩამოგიდან საყვარელი ძმაო, მსახური უფალში, რომელიც სწორედ იმიტომ წარმოგზავნე თქვენთან, რათა გაუწყოთ ჩემი ამბავი და ანუგეშოს თქვენი გულები. ანუ ჩასულია ეფესოდან ტიქიკოსი რომში და იქიდან მოაქვს ამბავი პავლესი და ეს წერილი. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფლისჩვენის იესო ქრისტესაგან. მადლი ყველას, ვისაც ურყევად უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. ანუ მადლი, ანუ წყალობა და სიხარული ღმერთისგან ყველას, ვისაც ურყევად უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. ვისაც უხრწნელებაში უყვარს იესო ქრისტე. ზოგთაგმანში ესეა. უხრწნელებაში ურყევად, ანუ წარუვალად. რას ნიშნავს ეს, რომ მარადიულა, ხო? შენს გულში მარადიულად არის დათესილი იესო ქრისტეს სიყვარული და მადლი ყველა ასეთ ადამიანს ამბობს პავლე. ამინ. ეს არის როგორც გაგრძელდა, მაგრამ ბევრია. ეს არის ეფესელთა მიმართ ეპისტოლე. აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვიცოდეთ რაზე იყო ლაპარაკი. ის რომ ჩვენ ვართ ერთი ახალი ხალხი ღმერთში, ქრისტესგან გამოსყიდული და მამა ღმერთის მიერ ნაშვილები, ოღონდ ეს ახალი ხალხი ზევით დგას ეთნიკურობის, ტერიტორიული საზღვრების, ქვეყნების, პოლიტიკური რაიმე წარმონაქმნების, ჩვენ აბსოლუტურად ამ ყველაფერზე ზევით გავართ. რატო? იმიტომ რომ ცათა სასუფლებელი დედამიწაზე, ოღონდ რომელიმე სახელმწიფოში კი არ არის ჩაკეტილი ეს ცათა სასუფლებელი, არამედ უსაზღვროა. საზღვრები არ აქვს ცათა სასუფლებელს, ხო? აი მაგალითად ძველად რომ მიდიოდა ადამიანი და ეკითხებოდა თქვენ ვისი მონები ხართ, ეუბნებოდა, ხო? ადამიანს. ჩვენ აი ბატონისა ვართ. მაგრამ ამ ბატონს საზღვრები არ ქონდა იქ. უბრალოდ ხალხმა იცოდა, რომ ეს ჩვენ იმას ვეკუთვნით. ხო ხდებით, აი ძველად ასე იყო. ძველად ხო ეს კარტოგრაფია და ეს ყველაფერი, ეს აზონდური ხო არ იყო ასე. საზღვრების მონიშნა ხო რთული იყო ქვეყნებში. მაგრამ საიდან როგორ საზღვრავდა ვინმე ვისი ბატონი, რომელი ბატონის სამფლობელოში შეხვედი. ადრე ხო პატარ-პატარა მეფეები, პატარ-პატარა ჰერცოგები ეგეთები ხო იყვნენ. აი სამეფო მისი სად იწყებოდა, სამთავრდებოდა. სადაც ხალხი ამბობდა რომ ჩვენ ამისი ვართ. ის იყო იმის სამფლობელო, ხო? ხო გესმით? აი ზუსტად ესეა ქრისტეს სამეფო დღეს. სადაც მას აღიარებენ როგორც მეუფეს და უფალს. იქ არის ის სამეფო. ანუ ჩვენთან საბერძნეთში, გერმანიაში თუ ყველა ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ ჩვენ ვართ ერთი ქრისტეს ერთი ხალხი და ამ ხალხმა აი ესე როგორც მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თავებშია,
ასე უნდა იცხოვროს მის ეკლესიაში. ხო? ამიტომაც იცით ჩვენში ეს ეთნიკური მომენტი ეკლესიაში ძალიან ձლიერად არის, ხო? ჩვენთანაც, რუსებთანაც, ბერძნებთანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის მართალი, ეს არ არის სწორი. ეს საუკუნეებმა ეს შემოიტანა ჩვენში, მაგრამ ეს ასე არ უნდა გვესმოდეს ჩვენ. რომ შემოვა სხვა ეროვნების ადამიანი, მაგრამ ჩვენი რწმენა აქვს, მას ჩვენ ისევე უნდა მივიღოთ ის, როგორც ჩვენი და ძმა და ჩვენი ეკლესიის ნაწილი. რომ ჩვენ ერთი ეკლესია ვართ. აი ეს არის ქრისტეს ეკლესია. როგორ? ერთია სხეული, თემ სოფლიოში, ერთია სული, რომელიც ამ სხეულს აცოცხლებს. როგორც ჩვენ სხეულს, ეკლესიის ერთ სხეულს, ერთ ეკლესიის სხეულს აცოცხლებს ერთი სული. საბოლოო ჯამში ერთია ეკლესია თემ სოფლიოში. ვისაც ჭეშმარიტად ისე სწამს, როგორც სახარებაშია ნათქვამი. აი ამისკენ უნდა ისწრაფოდეს მორწმუნე. კითხები ხო არ არის რა? ხო, ყველა მორწმუნე ახლა ეს კლასში მოვიწყდა. პროექტი რომ ამის გაკეთება არ შეიძლება დამცინე, დამდროებით ესე იგი ის არ არის ნამდვილად ნამდვილი მორწმუნე. ყველა მორწმუნე არ არის. ესე იგი მას გააზრებული არ აქვს საერთოდ ეკლესიის წევრობა რას ნიშნავს. უნდა გვესმოდეს ასე. ეს უნდა გვესმოდეს რა. მას არ ესმის, აი როგორ გითხრა რა ფორმალურად მოინათლა და გონია რომ ის ქრისტიანია, სინამდვილეში არ არის ის ქრისტიანი. სინამდვილეში რეალურად არ არის ქრისტიანი. მაგრამ რეალურად მორწმუნე ხომ მართლა ყველას რაღაცის წამს, ყველას წამს. არა, ყველაზე მეტი როგორი მორწმუნეა იცი? ვისაც წამს რომ ღმერთი არსებობს. რომ მორწმუნეა ის. აი ეგ ხალხი არის ყველაზე მეტი. ღმერთი რო არსებობს, ის წამს, მაგრამ ეგ არაფერი არ ნიშნავს. სიყვარულში შეკეჭიბრები მე მიყვარს. ეგ არ არის ქრისტიანობა. ეგ არ არის ქრისტიანობა. აი ამასთან ეხლა ამას აღარ გამოვაქვეყნებ, მე გავაჩეროთ და ისა ამასთან საქართველოში რომ მოხდა ეს ახალგაზრდა ხო შეიძლება ახალგაზრდა ქალი